დიანა ტრაპაიძე, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი, საღამოშვიდობისა, ეს არის პროექტი პირველები, რომელსაც ტელეკომპანია პირველის თოქ-შოუების წამყვანები წარმოგიდგენთ მომდევნო 2 საათის განმავლობაში. ვახო სანაია, დიანა ტრაპაიძე, ნინო ჟიჟილაშვილი და თამარ ჩიხლაძე პოლიტიკურ კვირას შევაჯამებთ ქართული პოლიტიკა და შეკითხვები ხელისუფლების წარმომადგენელთან და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები. თუ გსურთ გაიგოთ რა ხდება უკრაინაში, პირველსა და მეორე ტურს შორის დაელოდეთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილს. კიევიდან დაბრუნებული თამარ ჩიხლაძე მოგვიყვება რა ვითარება ახლა უკრაინაში, სადაც შოუმენმა პირველ ტურში მოქმედი პრეზიდენტი დაამარცხა. ყველაფერს კი მეორე ტური გადაწყვეტს. ფერების გავლენა და მნიშვნელობა პოლიტიკაში. მწვანე მომხრე, წითელი წინააღმდეგი. ასეთი მარტივი არჩევანია პულტზე, რომელიც ყველა დეპუტატს აქვს ინდივიდუალურად. ფერები თუ ხმარაშია პრობლემა. ერთხელ უკვე ითქვა, რომ დეპუტატებს ფერები აერიათ, დღეს კი პრობლემა ხმაში აღმოჩნდა. კანონპროექტი ზოგადი განათლების შესახებ მესამე მოსმენის დროს ჩავარდა. ის გამოცდების გაუქმებას ეხებოდა. უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ ისიც კი ვერ გაიგონეს, რომელი კანონპროექტისთვის უნდა ეყარათ კენჭი. აკუსტიკის თემაზე დეპუტატები სპიკერმა დაამშვიდა, რომ სექტემბრიდან უკეთესი გახმოვანება იქნება. ამის შემდეგ ტრიბუნასთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მივიდა. დაბალი ღობე ხომ არ გონი ვართ, უთხრა გიგაბოკერიამ კობა გვენეტაძეს. პროკურატურას და ივანიშვილს ვერ მოუწოდებთ, რომ არ გააკეთონ განცხადებები, რომელიც დააზიანებს საბანკო სექტორს და კონკრეტულ ბანკს და ჩვენ გვიბედავთ. მოხდა თუ არა TBC ბანკის მიერ 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციით უკანონო შემოსავლის ლეგალიზება. ამის შესახებ კობა გვენეტაძე არ საუბრობს. მისი თქმით, ფულის გათეთრების შესწავლას ეროვნული ბანკის მანდატი არ ითვალისწინებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ცენტრალურმა ბანკმა ტრანზაქცია მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტის კუთხით შეისწავლა, რომ არა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეტყობინება, მოკვლევას არ დავიწყებდით, ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატთა კითხვებს. ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რომელზეც ჩვენ უმრავლესობის წევრთან ირაკლის სესიაშვილთან ვისაუბრებთ. დღეს ასევე ვისაუბრებთ უკრაინულ დილემაზე. 21 აპრილს ქვეყანა რიგით მე-6 პრეზიდენტს აირჩევს და ეს შესაძლოა ყველაზე უჩვეულო არჩევანი იყოს. კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი, რომელსაც პრეზიდენტის როლი მხოლოდ კინოში უთამაშია, და პეტრო პოროშენკო, რომელსაც ეს თანამდებობა დღესაც უჭირავს. მაყურებლის საყვარელი შოუმენი ნულოვანი პოლიტიკური გამოცდილებით და პოლიტიკოსი, რომლის გამოცდილებაც დღეს შიდა კორუფციული სკანდალებით და მაღალი ანტირეიტინგით არის გადაწონილი. როგორც ამბობენ, უკრაინაში ცვლილებების, მეტიც თამამი ექსპერიმენტების დროა და ორივე მხარის პირველი გაბედული ექსპერიმენტი იქნება სატელევიზიო დებატები. პოლიტიკური დუელი არა ტელესტუდიაში, არამედ ოლიმპიურ სტადიონზე მაყურებლების თანდასწრებით გაიმართება. ეს ზელენსკის პროვოკაციული იდეა, რომელსაც პრეზიდენტი დათანხმდა. ხომ არ გადაგვეტანა დებატი კოლიზეუმში, გადაგვეცვა მათთვის გლადიატორების ფორმა ან გვეთამაშა რუსული რულეტკა, კითხულობენ სოციალურ ქსელში. დღეს ვისაუბრებთ, ვის აქვს მეტი შანსი და როგორია უკრაინული არჩევნების ქართული კონტექსტი. და კიდევ ერთი თემა, რომელსაც დღეს პირველები დაეთმობა, რა არგუმენტები აქვს ნიკა რაჭველს, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს, რატომ უნდა დაეთმოს მას და მის ამდრომდე უსახლკარო ორკესტრს ფილარმონიის დარბაზი. ამ თემაზე დავა ბოლო კვირებია ინტენსიურად მიმდინარეობს. საქმის გახლავთ, რომ დარბაზი 2007 წელს 59 წლიანი მართვის უფლებით გადაეცა კერძო კომპანიას International Events. ამ კომპანიას რაჭველთან და მის ორკესტრთან თანაცხოვრება ვერ წარმოუდგენია ერთ შენობაში, აქვს თავისი არგუმენტები. ნიკა რაჭველს დაუთმობ დღეს პირველებს, მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს კომპანია International Event-თან ერთად ეთერში გამოჩენაზე არგუმენტების უკეთესად წარმოსაჩენად ჩვენ მას დებატებით შევთავაზოთ, თუმცა ის თანახმა არ არის, მაგრამ მაინც მისი ორკესტრი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის, ამიტომ ნიკა რაჭველს ვკითხავთ, ჩვენ როგორ ესახება საერთოდ მას ეს პროცესი? ხელისუფლება, რომელიც არჩევნების მოსაგებად ემზადება. ვინ არის ეს კანდიდატი, იცით? მე პირადად არ ვიცნობ, სიმართლე გითხრათ, ჩემი არა ვიცით.
არ მახსოვს. სახელდაგვარები ესე ზუსტად შეიძლება არ მახსოვდეს. ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს სახელებზე და გვარებზე. არ არის აუცილებლობა რომ იცოდეს ჟურნალისტების ყოველ წერმა ვინაის მისი საარჩევნო კანდიდატი. ხელისუფლება, რომელსაც ოპოზიციასთან დიალოგსა და პროპორციულ სისტემაზე მსჯელობას ევროპარლამენტიდანაც თხოვენ. ხელისუფლებას მოუწოდებენ, ვთქვათ, ალბათ მოგერინეს რომ ხელისუფლებას მოუწოდოს. რომ დიალოგი მაინც იყოს ამაზე და ხელისუფლება და ქართული ოცნება იმაშვილის გუნდი ამაზე უთიფრად აცხადებენ. უარს შემდეგი საპარლამენტო არჩევნებით ჩიხში შეიყვანს საქართველოს და ევროკავშირის მომავალ. ვინც ფიქრობს, რომ პროპორციული არჩევნებით შეიძლება უკეთესი მდგომარეობა დადგეს, განზრახ ან გაუთვითცნობიერებლად მოგვიწოდებს იმისაკენ, რომ საქართველოში შეიქმნას კრიზისი. ხელისუფლება, რომლის პირობებშიც პირადი ცხოვრების კადრები კიდევ ერთხელ გავრცელდა. ხელისუფლება არასწორი, მორალურად არასწორი გზა აირჩია თავის ოპონენტებთან ურთიერთობის და დაპირისპირების. ხელისუფლება, რომლის ყოფილ და მოქმედ მაღალ ჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებენ. მორჩკის აგებლის ყველა ზიკოვსკი. პოლიტიკური კვირის შეჯამება პირველებში. სტუმრად ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი, ირაკლი სესიაშვილი, 4 ჟურნალისტის პირისპირ. დღეს საღამოს 8-ზე. სერიალის სცენარი უკრაინაში. შოუმენმა მოქმედ პრეზიდენტს პირველი ტური დიდი უპირატესობით მოუგო. Думай, де? გადამწყვეტი შეხვედრა სტადიონზე გაიმართება. Але стадіон так стадіон. უკრაინიდან დაბრუნებული თამარ ჩიხლაძე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ პირველებში. ტელეკომპანია პირველის ток-შოუების წამყვანები კვირის ბოლოს პირველებში ერთად ერთ სტუდიაში საღამოს 8-ზე. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ჩვენი სტუმარია ირაკლი სესიაშვილი. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. პირველი კითხვა ბუნებრივია, დღევანდელი დღის გაურკვევლობის შემდეგ გაჩნდა ასეთი, მართლაც ესე ვთქვათ, მარტივი უნარების პრობლემაა უმრავლესობაში, თუ ხმარ უვარგა საპარლამენტო დარბაზს. დიანა, შეგვიძლია ვიყოთ ძალიან მკაცრი და ვთქვათ, რომ რაშვებით ჩაგაბარეთ ხელისუფლება და ხილაკებს და ფერებს ვერ არჩევთ. ხო, და შეგვიძლია რაღაცა ადამიანურადაც მიუდგეთ. ადამიანური ფაქტორი თავისთავად ცხადია ყოველთვის მოქმედებს. თქვენ იცით, რომ კენჭისყრის ხანგრძლივობა შემცირებულია წუთიდან 20 წამამდე. გარდა ამისა, აკუსტიკის სწრაფად ვერ ახდენთ ასე ვთქვათ ორიენტაციას. პირდაპირ გეუბნებით, ხა მე ალბათ რაც პარლამენტში ვარ, ალბათ 4000 ჯერ მაინც მიმიჭერია თითი. ეხა ადამიანურ ფაქტორსაც ვამბობ, ეხა 4000 ჯერ რომ მიაჭერ შეიძლება 5 ჯერ, 6 ჯერ, 10 ჯერ, თუნდაც 50 ჯერ გამოგჩეს. ადამიანურ ფაქტორზე თუ საუბრობთ. მეორე აკუსტიკის პრობლემა მართლაც არის. მეორე ეს შემცირებული დრო თავის მხრივ მოქმედებს, იმიტომ რომ საუბრობ ადამიანურ ფაქტორზე, მათ შორის შეიძლება გვერდში ჯდომს ესაუბრებოდე ან რაღაცას უცებ დაიბნე და ვერ მიხვდე რას მიაჭირო. ეხლა ახოსანაირად სხვათა შორის სოციალურ ქსელში რამე უფრო სერიოზული ხილაკი რომ ჩავაბაროთ ქართულ ოცნებას, უფრო რთულად არ წავიდეს საქმე. სწორი კითხვა, იმიტომ რომ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, ამით რა ზიანი შეიძლება მოვიტანოთ. ამიტომ რეგლამენტი ამას ითვალისწინებს, რომ შეიძლება ეს ადამიანური ფაქტორი იყოს. ამიტომ არსებობს კენჭისყრაზე ხელმეორედ საკითხის დაყენების ამბავი. ეხლა კონკრეტულად ამ შემთხვევაში რა მოხდა? ამ შემთხვევაში მოხდა, რომ მანამდე იყო საკითხები, რომელსაც უმრავლესობა მხარს არ უჭერდა. შესაბამისად, ეს არ იყო ერთი საკითხი, როცა ერთი საკითხია, კონცენტრირებული ხარ მეტნაკლებად და ახდენ რეაქციას. როცა პაკეტია და დაიწყო ერთი საკითხი, მიყვა მეორე, ანუ 4, 5, 6 კენჭისყრა არის, მე შეიძლება ამ 4-5 კენჭისყრის მომენტში ხარ პრობლემა სწორედ ის ხომ არ არის, რომ მექანიკურ ხმის მიცემაზე ხართ გადასული და რაღაც კონკრეტულ კანონ პროექტთან დაკავშირებით რაღაც მივიღებ ამ არა, უბრალოდ იმიტომ თქვენ თავად ამბობთ, რომ რაღაც წყება იყო, რომ წინააღმდეგ მიგვეცა შემდეგ მომხრეთო. ხშირად ასე ვთქვათ, გარე დამკვირვებელი როცა უყურებს სესიას, სადაც დარბაზში არავინ არ ძის, ცოტა არ იყოს არასასიამოვნოა, ხო, ამის აყურებლები, აი დეპუტატები ავირჩიე და არ აინტერესებთ. მაგრამ მე მაქვს ახლა თქვენი მეშვეობით საშუალება რომ ავხსნა სანამ ერთი საკითხი იმ სესიაზე კენჭის საყრელად გამოვა ან განსახილულად
მანამდე სამჯერ ხდება მისი კომიტეტებში განხილვა. კომიტეტებამდე აპარატებთან ერთად, მანამდე ექსპერტებთან ერთად, მანამდე სამინისტროებთან ერთად შეიძლება 8-9 თვე მოუნდა ერთი საკითხის მომზადებას. და როცა იქამდე მიდის უკვე როცა სესიაზე ვიღაცამ ავტორმა უნდა გამოიტანოს და გაგდევს ეს თითქმის ყველა დეპუტატს მით უმეტეს კომიტეტის წევრები ვინც არიან დაღეჭილი და თითოეული სიტყვა ისიან ზეპირად. როცა მიდის უკვე კენჭის საყრელად, იქ უკვე ყველას გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული აქვს, ისე ვერ მივა კენჭის საყრელამდე მით უმეტეს რაც საუბრობ უმრავლესობის პასუხისგებაზე. იმიტომ რომ უმრავლესობა როცა საკითხი გამოაქვთ მანამდე დამუშავდება მთავრობასთან, ოპოზიციასთან. რადგან ადამიანურ მომენტებს გაუსვით ახლა ხაზი. სხვადასხვა ახლა მოვდიოდი თქვენთან ვახო, ხო? მეც ახლა ადამიანი ვარ, დავიღალე ჩვეულებრივი ფაქტორია, ხო? საღამოა 4 დღე გადაბმულად მოსმენები, პროექტები, კომიტეტები. მეც მქონდა ისეთი მომენტი, რომ კონცენტრირებული აღარ ვიყავი საჭესთან, საცობი იყო თქვენთან მოდი. კიდევ შემდგომ მანქანას მივეჯახე, ხო? ეს მომენტი არსებობს. ძალიან გართულებული მდგომარეობა გაქვთ მე. არა, არსებობს ასეთი ადამიანები, თქვენც მოგწიეთ მე მგონი. ჩემ ორივე და მე მგონი უკვე ისეთი ბევრია. ასე რომ შეიძლება ძალიან კარგი რომ მშვიდობით მოხვედით არ. ძალიან კარგი, მაგრამ აი ღილაკებს რო დაუბრუნდეთ. აი თქვენი აზრით რატომ ეცილებათ ადამიანებს ამას? არა, ჩვენც გვეცინება. და რატომ? ჩვენც გვეცინება, იმიტომ რომ ეს თან პირველად არ მოხდა. ეს აი მე რამდენად მოხდა. აი კვაჭანტირაძე იყო პირველი თემა. ეს ხომ სასაცილოა და როდესაც რაღაც ხდება სასაცილო, ეს შეიძლება ყველაზე სახიფათო იყოს ხელისუფლებისთვის, როდესაც ადამიანებს გაეცინებათ რაღაცაზე. ეს რაღაცის გამოხატულება ხომ არ არის. მარტო ღილაკებში ხო არ არის აქ საქმე. ვახ, როგორ დავიწყე მე თუ მომისმინეთ. შეგვიძლია იყოს ძალიან მკაცრი და ვთქვათ რომ როგორ მოგდით ეს. და შეგვიძლია ამას ადამიანური ფაქტორით შევხედოთ, მაგრამ თქვენ თუ საუბრობთ ზიანზე, მე ამ ზიანზე საუბრობ და თვითონ ხელისუფლების მდგომარეობას სიმბოლურად ხომ არ გამოხატავს ეს ღილაკები და ამიტომ ხომ არ ეცინებათ ადამიანებს. მე გითხარით 4000 ჯერ მაინც უხეშად რა დავთვალო. მე მიჭერილი მაქვს ან წითელისთვის, ან მწვანისთვის, ხო? 4000 ჯერ. თქვენ თუ 4000 ჯერ მე 5 ჯერ გამომრჩა ან საუბრობდი ან და ასე შემდეგ მე მგონი რითაც არ დაზიანდა საქმე, ანუ მე გამომრჩა, შეიძლება სხვას არ გამორჩა. თუ ისე გამომრჩა, რომ ამან მათემატიკურად არ პრაგმატულად მივიდე. არა, სხვა რამე ვიკითხე. რატომ ეცინებათ თქვენი აზრით? აი ხელისუფლებაზე რატომ ეცინებათ? დღეს, როდესაც ღილაკების ამბავი ეს არის. სხვის ომში ყველა გენერალია. თქვენ პოლიტიკოსის საქმე, პასუხისგებლობა, დღის გრაფიკი განსხვავდება. ყველას თავისი, რა თქმა უნდა, თავისებური სპეციფიკა აქვს, მაგრამ ანუ ღილაკები ხომ არ გამოხატავს სიმბოლურად ხელისუფლების მდგომარეობას მეთქი. ამას ვკითხულობ. აი ღილაკები აირია და სხვა ბევრი რამეა. ძალიან უნდა მოინდომო. არ ვიცი ხა ამაზე თქვენ რამდენი იფიქრეთ, მაგრამ ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამ ფილოსოფიურ რაღაცა სულ არ არის ფილოსოფია. მე ვხედავ რომ ადამიანებს ეცინებათ. აი ერთმა კაცმა რომ მიკითხა ეს შეიძლება თქვენ გინდათ რომ ასე წარმოიდგინოთ. მე არ მგონია რომ ეს ასე იყოს. შეიძლება რაღაც მარტივი ჩამოსკროლა უნდა Facebook-ში ადამიანებს ეცინებათ ამაზე და არა მხოლოდ ღილაკებზე, არამედ ხელისუფლებაზე ეცინებათ. აი ამას სიმბოლური ნათქვამი რო ირაკლი აქვე ვიტყვი შეიძლება დროშები დაკიდენო ხომ გაგიგიათ ხომ ანუ რაღაცნაირად ეს ტენდენციაც აბსოლუტურად გამყარებულია. თქვენ თავს ამ ხელისუფლებაში თქვენ თუ ასე ხედავთ. არა მე ვამბობ იმას რასაც ხედავ. სოციალურ ქსელში სადღაც ადამიანებს მეც შემიძლია სოციალურ ქსელს გადავხედო და სულ სხვა მხარე დაგანახოთ. ჩვენ ამაზე ნუ ვიდავებთ, თქვენ როგორ ხედავთ? ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე არის. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. არ მგონიეთ რა ყოველთვის უნდა გამოვიდეთ რა ზიანი შეიძლება დადგეს და რა პასუხისმგებლობა შეიძლება აქმის ადეკვატურობის პრობლემაც ემატება, ესე იგი ამას რაღაც სასაცილო როა თქვენ ფიქრობთ რომ ეს არ არის სასაცილო უკვე და უბრალოდ ეძებთ იმ კომენტარებს რომელიც თქვა ამბობს რომ არა უსწავლო მე საერთოდ არაადეკვატური მგონია. რატომ თქვენ თავად თქვით მეც გამეცინაო ამ ამბავზე? არა გამეცინა იმ ნაწილში რომ რაღაცა რეალიზმის კონტექსტიც აქვს, რომ გაუცნობიერებელია თითქოს მთელი ეს პროცესი. ამდენ ყურადღებას რატომ იწვევს ეს იმბორს? აი ვახოს აზრს გავაგრძელებ, ხო, რატომ იწვევს ღიმილს? თითქოს გაუცნობიერებელია მთელი ეს პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც კანონმდებელმა უნდა გადაწყვიტოს დღეს მაგალითად აბიტურიენტების გამოცდის ბედს წყვეტით, ხო? და თითქოს ეს ყველაფერი ხდება ძალიან მექანიკურად. ესეთი განცდა იქნება. შეხედე თქვი და კიდევ მამეორებინებთ. ამით ეს საკითხი არ უარყოფითად არ გადაწყვეტილა. ჩვენ გვაქვს საშუალება
რომ მას დღეს ან ხვალ ან შემდეგ სესიაზე კლავაც დაუბრუნდეთ და კენჭი უყაროთ. გარდა ამისა ტექნიკური საკითხიც იყო. თქვათ რამდენიმე დეპუტატმა აღნიშნა, მე რა თქმა უნდა ამაზე მე არ გავაკეთებ აპელირებას, ეს მათი განცხადებაა, რომ პულტმა არ იმუშავა. ესეც ხდება. არ ვიცი, თქვენ რამდენად გინდათ რომ გარკვეული ტექნიკური ან ადამიანური ფაქტორის საკითხი მიიყვანოთ პოლიტიკურ რაღაცა პასუხისგებლობის გრძნობამდე მიყვავს ბატონო ირაკლი. პასუხისგებლობა არის ის, რომ რაც საკითხიც დამუშავდა, აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამუშავებთ საკითხს, რომლის მოცულობა არის 1 ტონა და თქვენ ახლა 1 გრამზე მელაპარაკებით, რომელიც არის პირობითად რამდენიმე, ასე თქვათ, წამის და წუთის ფაქტორი. რამდენად თქვენთვის ან საზოგადოებისთვის ეს მნიშვნელოვანია და რამდენად ამან უნდა თქვენ შინაარსი გაინტერესებთ თუ ფორმა, ვახოს გაეცინა. მე არ გამეცინა, იმიტომ რომ მე ამაზე მომიწევს ჩემს დაბრუნება, ისევ ამაზე პასუხისმგებლობა. შესაძლოა ეს ღილაკები არის რაღაც დიდი სურათის ფრაგმენტი და კარგად ჩაჯდა ამ სურათში და შეიძლება ამიტომაც არის შეიძლება ამიტომაც საუბრობთ ჩვენს მე არ ვიცი ხა ამისთვის დრო უნდა მქონდეს რომ მხატვრულად შევხედო ამას რომ ეს იყოს სიმბოლო და ამ სიმბოლოში მე დავინახო სხვა რამ არ ვიცი. კარგი, დღეს თავი თემა, რაზეც იყო და სხვათა შორის ახლაც გრძელდება, ეს არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში. უნისონი ახსენეს ადამიანებმა, რომლებიც სხვათა შორის გუშინ თქვენი თანაგუნდელები იყვნენ, დღეს თქვენს გვერდით არ არიან, რომელიც გამოჩნდა პროკურატურისა და ეროვნული ბანკის უნისონი. და ასევე ლევან გოგიჩაიშვილი დღეს საუბრობდა უხილავ ხელზე, უხილავ პერსონაზე, უბრალოდ ხილულზე, მაგრამ ასეთი ფორმულირება მისცა, უხილავი ხელი, რომელიც მართავს ამ პროცესს, ნამდვილად ამას ორკესტრირებული შეტევის სახე აქვს. მოგეთ თქვენი ოპონენტებიც და გუშინ თქვენი თანაგუნდელებიც არ არიან დარწმუნებულნი, რომ ეს სამართლებრივი პროცესია და არ აქვს პოლიტიკური კონტექსტი. რას იტყვით დღეს მათთვისაც და ჩვენთვისაც? დიანა, რეალობაა ის, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან პოლიტიზირებული და პოლარიზებულიც. ამაზე მე მგონი ყველა ვთანხმდებით. მით უმეტეს, როცა საუბრობდით იგივე არჩევნებს ვაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნებს, ჩვენ თქვით, რომ ასეთი აგრესიული, პროპაგანდით დატვირთული, სიზღით სავსე, სხვადასხვა არა ასე ვთქვათ, ადამიანური წესებით გამოყენებული არჩევნები ჩვენ არ ქონია და არც მე მომეწონა, არც თქვენ მოგეწონათ. მით უმეტეს ხელისუფლებას ეს უფრო მეტად არ მოსწონს. ეხლა ჩვენ როცა ვსაუბრობთ ძალიან პოლიტიზირებულ საზოგადოებაზე და თავის მხრივ, როცა საზოგადოებაც პოლიტიზირებულია, ძირითადი პოლიტიკური ძალებიც ცდილობენ, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მეტი პოლიტიკური სარგებელი მიიღონ, ყველას აქვს თავისი ნარატივი. ეს ნარატივი რამდენად ახლოს არის რეალობასთან, ეს ამომრჩეველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ ვხედავთ სურათს, მე გაცილებით გული მწყდება ჩემ ყოფილ კოლეგებზე და რატო? და როცა ჩვენ ერთად მუშაობდით და ერთ გუნდში ვიყავით, ძალიან კარგად ხედავდნენ, რამდენად დემოკრატიულად მიდიოდა შიგნით ჩვენს გუნდში პროცესები, მით უმეტეს მწვავე საკითხებზე. მაგრამ როგორც კი თქვენივე თავად ზვიად კვაჭანტირაძე 2 დღის წინ თქვენგან გამოსული ადამიანი ყვება, რომ სრულიად დახურული იყო, გადაწყვეტილების მიღების პროცესი სრულიად გაუმჭვირვალე და ბუნდოვანი იყო. მე არ შემიძლია დირექტივას ისიც კი არის ის შევეწინააღმდეგო. დიანა, ხო შეიძლება თეორიულად ან პრაქტიკულადაც რომ მე გუნდის მიღმა დავრჩე. მე ასეთ განცხადებას ვერ გავაკეთებდი. იმიტომ რომ თუ ზვიადისთვის ეს დახურული იყო, ეს ყველაფერმა ჩემ თვალწინ ჩაიარა. ჩემთვის არის ვიღაცისთვის ღია, ვიღაცისთვის დახურული, ესეც სეგრეგაცია უმრავლესობაში. მე და ზვიადი მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიყავით აბსოლუტურად იმ ერთიან გუნდში, სადაც ჩემი აზრით ეს დახურულობა იმ ჩატში ხარ თქვენ, რომელზეც ზვიად კვაჭანტირაძე. მე ძალიან ბევრ ჩატში ვარ. იმ ჩატში, სადაც მე ძალიან ბევრ ჩატში ვარ, მე მგონი ხა ბატონი ზვიადი ამბობდა, რომ საკომუნიკაციო საშუალებების გარჩევა, ხა ჩატი არის ჩვეულებრივი თანამედროვე არა, იმ ჩატში საინტერესო რაღაც იყო. ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ვიღაც, ვინც არც იცის ვინ არის, ანონიმურად
გზავნი და გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომელიც უნდა აღესრულებინა უბრალოდ პარლამენტს და თავადაც არ იცოდნენ დეპუტატებმა ვინ იყო, ვინ წერდა ამ ყველაფერს. დახურულობა ახსენა დიანამ, თქვენ ამბობთ რომ ღია იყო ეს ყველაფერი. ვახო ძალიან მწუხარ, აი ასეთი დავიწყებოდა თუ არა. მე რითი დავიწყე, როცა გუნდიდან გადიხარ, წმინდა ადამიანურად გეუნებით. როცა გუნდიდან გადიხარ, ის რაც იყო შიდა სამზარეულო და გუნდის შიგნით მუშაობა, ეს არ მგონია რომ ეს ეთიკური იყოს და მოსაწონი იყოს ადამიანურად, როცა ამაზე იწყებს საუბარს. მეცაც გეტყვით, თუ ზვიადი ვერ ხვდებოდა ვინ აგზავნიდა რა, ვინ მუშაობდა, ვინ იყო ამ პროცესში ჩართული, ეს მისი სერიოზული მინუსია და მისი სერიოზული პრობლემაა. ანუ ეს ჩათი ამ ფორმით არ ფუნქციონირებდა. ჩატზე ჩვენც ვართ ყველანი ჩატში, რატო ვლაპარაკობთ ამაზე? იმიტომ რომ გადაცემები ჩატებითაც და ხო, ჩატშიც იგეგმება გადაცემები და ყველამ ვიცით ვინ რას წერს. გვაქვს თანაბარი ხმის უფლება, აქ არის ეს არის ასეთი დიახ და აბსოლუტურად ნორმალური ჩატის პრინციპიც ეს არის. ჩატის პრინციპიც ეს არის. მაგრამ ზვიად კვაჭანტირაძე რა ჩატსაც აღწერს, იქ ეს პრინციპი არ არის. იქ ლაპარაკია რომ პარლამენტის დეპუტატებს პრაქტიკულად მოსდიოდათ გამზადებული დირექტივები და ყოველგვარი ასე ვთქვათ მსჯელობის გარეშე შემდეგ ეს მტკიცდებოდა როგორც კანონები. ამას ამბობს ზვიად ეს მართალია თუ ტყუილია. და ეს ზვიადი ასე ვთქვათ ამან ზვიადზე იმოქმედა 7 წლის მერე? არა, რა მნიშვნელობა აქვს რომ იმოქმედა? ეს ასეა თუ არა? ეს ხას უსვამდა ვახო რომ ეს იყო 2016 წლის შემდეგ შეიცვალა პარტიაში მართვის ფორმები. სადაც ჩვენ ამოწევის პარლამენტზე რეჟიმში ურთიერთ კომუნიკაციაზე ეხლა თქვენ ზვიადიმ რაღაც თქვა და რაც ჩემთვის მისი ამ თემაზე ლაპარაკიც კი მიუღებელია წმინდა ადამიანურად მაგრამ ფაქტია რომ თქვა და ჩვენ მოქალაქეებს ჟურნალისტებს ყველას გვაინტერესებს ბატონო ირაკლი ასე მიიღება თუ არა კანონები საქართველოს პარლამენტში ანუ შეურაცხყოფაზე მთლად გადავარ. არა, მან თქვა, რატო შეურაცხყოფა? მან თქვა ეს დეპუტატმა. როცა ერთი გუნდიდან გასული ადამიანი ამას იძახის და მე მოვდივარ თქვენთან და თავისთავად ცხადია მე ვითხოვ ისეთივე პატივისცემას როგორც მე თქვენ პატივს გცემ და თავისთავად ცხადია მე რო რაღაცას ვიტყვი აქ და ვიტყვი რომ ეს ასე არ არის და არის ასე თუ ამას საერთოდ ვიტყვი მაშინ გამოდის რომ ჩვენ რომელიღაცა ვიტყუებით ბანო ირაკლი ის ფიქრობთ რომ გუნდიდან გასულმა ადამიანებმა რაღაცა დეპუტატების სხვადასხვა რაღაცას ამბობს ჩვენ გვაინტერესებს რომელია სიმართლე თუ გაინტერესებთ აი ისევ იმ საკითხს თუ გაინტერესებთ როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს მე გეუბნებით სრული პასუხისგებლობით და გულწრფელობით რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება გუნდში მზადდება და იხარშება საერთო მუშაობის შედეგად არის საკითხები რომელსაც სჭირდება ვიწრო წრეში მუშაობა მაგალითად როცა ვსაუბრობთ თავდაცვაზე უსაფრთხოებაზე არ არის საჭირო რომ ყველა შენი დეპუტატი ჩართო არის კომიტეტი არის მთავრობა არის არ ვიცი ჯგუფის გაუქმებამოსილების პარგლებშიც არის კი აბსოლუტურად ნორმალურია მაგრამ ეხლა მე დღეს რო თქვენ ბატონი კობა გვენეტაძის გამოსვლასთან დაკავშირებით დამისვათ წმინდა ფინანსურ საკითხებზე კითხვა გასაგებია გამიჭირდება კობზანაძისკენ გადაგვამისამართებ გამიჭირდება პასუხი ესე იგი უყურეთ რა ხდება ხო როცა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ბატონი კობა გვენეტაძე გამოდის და ჩვენ დეპუტატებს გვჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე შეიძლება ეს საინფორმაციო საშუალებებით გავიგოთ თავისთავად ცხადია ბატონი კობა ბატონი ირაკლი კოზანაძე და სხვა დეპუტატები ამ საკითხს ამუშავებენ ისევე როგორც მე მაგალითად გუშინ თავდაცვის მინისტრის გამოსვლასთან დაკავშირებით თავისთავად ცხადია დეპუტატებს ვისაც კითხვა უჩნდებოდათ და ამ ჩატში წერდნენ მეც ვცემდი პასუხს თუ საჭირო იყო სხვა ინფორმაცია სხვა სცემდა და ასე შემდეგ ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი თუ ბატონმა ზვიადმა ეს სქემა ვერ გაიგო ეს მას დაუსწრებს ბატონო ირაკლი ერთი კითხვა თუ მას გონია და მეცაც გეტყვით ახლა არ ვიცი ახლა რა დაწერილი მე წარმოგიდგენიათ ახლა რომელიმე ჩვენთაგანმა ან სხვა ლიდერებმა მოვიდეთ და ამოვიღოთ აქერა მაქვს აი თქვა ერთად დამუშავებული საკითხები აგერ მაქვს რამდენიც გინდათ ეს არის ის ინფორმაცია რომელსაც მე თუ დამჭირდა ვიღებ პარტიისგან კოლეგისგან სხვა კომიტეტისგან მოვდივარ მე ამით ეს შეურაცხყოფელია
არა, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა, სხვა რამ ეგეთი ჩათი, რომელსაც ზვიად კვაჭანტირაძე ახსენებ და არსებობდა თუ არა, აბსოლუტურად კორექტულია ამ შეკითხვაშიც ყველაფერი და ეს შეკითხვა რომ გაჩნდა, ამაშიც კორექტულია ყველაფერი. უბრალოდ გვაინტერესებს, არის თუ არ არის ასეთი ჩათი. ანუ თქვენ თქვით რომ არ გინდათ ამას საუბარი, იმიტომ რომ ან მე გამოვალ მართალი, ან ზვიად კვაჭანტირაძე თქვანიო, მაგრამ უბრალოდ მე არ ვიკადრებ რომ ვისაუბრო იმაზე, რაცაც ვთვლი რომ აბსოლუტურად სხვა კუთხით ამბობს ბატონი ზვიადი და მე ჩემს ყოფილ კოლეგებს და კოლეგებსაც პატივს ვცემ ბევრმა ანუ მიგაჩნიათ რომ მან ჩათის სპეციფიკა ვერ არ მიმაჩნია მათი არა ამ შემთხვევაში ბატონი ზვიადის მხრიდან არ მიმაჩნია სწორად და მე ვამბობ რომ თუ ჩემი გუნდი დავტოვე და აქ მოვედი და ასეთ საკითხზე მე იგივე პასუხი გაგეცით თქვენგან მოვითხოვ კრიტიკას და უნდა მითხრათ. ბატონი რაკლი, აი ეს კითხვა მინდა დავსრულოთ. წასულებთან დაკავშირებით, ბატონი რაკლი, დამას მევინეთ შეკითხვა. წასულებთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ, მე არ ვიკადრებ, რაღაც თითქოს და გაქვთ წყენა, მათ რაღაც ფიქრობთ რომ ეთიკური ნორმები ან რაღაც ტიპის ეს თქვათ რაღაც ხაზები გადალახეს. იმიტომ რომ თქვენ ისეთივე ძველი კადრი ხართ ოცნებაში, როგორც მაგალითად ეკაბესელია. ანუ რა სიტყვით ამ გახლეჩის შესახებ მე პირველად ამ თემაზე ყველას აქვს თავისი პოლიტიკური დღესასწაული დიანა, ეს პირველი. მეორე, ყველა თავისი პოლიტიკური ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საზღვრავს თავის ამოქმედო გეგმას, ისევე როგორც იღებს თავის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ჩვენ შეიძლება ბევრ საკითხზე ერთნაირი პოზიციები გქონდეს, მაგრამ ვინ როგორ გამოხატავს თავის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩემმა კოლეგებმა თუ ასე ჩათვალეს თავიანთი პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოხატულება, ეს მათინება მე შეიძლება განსხვავებულად უყურებ. მე შემიძლია ჩემ თავზე ვილაპარაკო, მათზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა კიდევ ერთხელ მეორებ. მაგრამ გასაგებია მიზეზი რის გამოც წავიდნენ თქვენთვის. ბატონო, გასაგებია მიზეზი რის გამოც ისინი წავიდნენ გუნდიდან. ისე მიზეზზე თავად ისაუბრეს ეს ერთი და ჩემთვის მიზეზი ერთია, შეიძლება იმ მიზეზების რაღაც დეტალებზე ვთანხმდებოდეთ და ერთ ჭკუაზეც ვიყოთ და ეს არ იყოს მარტო 3, 4, 5 თუ რამდენიმე დეპუტატის, ასე ვთქვათ, მხოლოდ განსხვავებული პოზიცია, შეიძლება გუნდის ნახევარზე მეცაც განსხვავებული პოზიცია ქონოდეს, მაგრამ თავარი არის სად და როგორ იღებ პასუხისმგებლობას. დიანა, მე არ ვიცი, მე ჩემი ფილოსოფიით უყურებ ამას და ასე მიცხოვრია, რომ როცა საქმე არის ცუდად ან ფუჭდება, მაგ დროს კი არ უნდა წავიდე, მაგ დროს უნდა ვიმოქმედო. იმიტომ რომ აქ არის ჩემი პასუხისმგებლობა. თორე იქ სადაც ტაშია დასაკვრელი, იქ სადაც ასე ვთქვათ, თუ კრიტიკულად შეუთავსებელია ჩემი პოზიცია. ხინში ყველა ძლიერია. პოზიციასთან რა თქმა უნდა წასვლა არის გადაწყვეტილება. დიანა და აქ არის მე არ ვიცი, მე ცოტა სხვანაირად უყურებ შეიძლება. პარტიისთვის ახლა არ არის რომ ხინი პარტიისთვის კრიზისული პერიოდია, ამას ნიშნავდა რომ ხინში ყველა ძლიერია. ხო, კრიზისში არ ვიცი, თქვენ რას თავად ხინში ტაშს ყველა უკრავს როგორც. არა, მე საკითხების დროს ვამბობ, ანუ არის საკითხები, სადაც შეიძლება კარგ შედეგს მიაღწიო და ყველას სურს რომ ამ პროცესში მონაწილე იყოს და გაიზიაროს ეს წარმატება, არის საკითხები და წარმოუდგენელია რომ არ იყოს მწვავე საკითხი, რომელზეც 100 სხვადასხვაობა. აქ არის მთავარი, აქ როგორ მოიქცევი, აქ როგორ აიღებ პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მიმეორებ, თუ რამე გაფუჭდა, მე კი არ ვიტყვი რომ იცი რა, ამათ გააფუჭეს, მე არ გამიფუჭებია და გავალ გარეთ და სხვანაირად დავიწყებ საუბარს. ვიტყვი რომ მათთან ერთად ვეღარ ვაკეთებ. არამედ თუ გავაფუჭეთ უნდა მივახციოთ იმას რომ აღიაროთ და უნდა მივახციოთ იმას რომ გამოვასწოროთ. მე ასე უყურებ გუნდს. შეგიძლიათ გითხრათ ასეთი საკითხები, რაც გააფუჭეთ და არის გამოსასწორებელი. ვახო, გამიჭირდება ეხლა უცებ სპონტანურად. ნუ აი ეს მაგალითად ადამიანები რომელზეც საუბრობთ, ეს იყო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით უთანხმოება, რაც ჩვენ ზედაპირზე დავინახეთ. გაფუჭდა სასამართლო სისტემასთან საქმე? ბუნებრივია, როცა ჩვენ საუბრობთ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია, მოდით ცოტა შორიდან დავიწყებ. კი ბატონო. ჩვენ ყველა ვემსახურებით საერთო საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესებს. მე ერთ-ერთ ჩემ გამოცვლაში ვთქვი კიდევაც, რომ სანამ მე ამ ტრიბუნაზე ვარ, მე არ ვარ ირაკლი სესიაშვილი. მე ვარ ის ადამიანი, ის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც აქ ამ მომენტში ეს მისია და ეს პასუხისმგებლობა. მე შეიძლება ბევრი შეურაცხყოფა მივიღე, ბევრი თავდასხმები, კრიტიკა, არაობიექტური, რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფელი.
და ჩვენ საუბრობთ ხოლმე რა არის ეს პოლიტიკური თმენა. პოლიტიკური თმენა არის ის, რომ მე როცა ამ მისიას ვასრულებ, ჩემ სახელზე და გვარზე დროებით უარს ვაცხადებ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ისევე როგორც ჯარისკაცი, რომელიც დღეს ქვეყანას იცავს, ის რიგ შემთხვევებში უსიტყვოდ ასრულებს ბრძანებას. ის იმ ბრძანებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს. ამიტომ, როცა მე წავალ პოლიტიკიდან იქნება თუ აღარ ვიქნები საჯარო პირი, მე ჩემ შინაგან აბსოლუტურად რწმენასაც და ეს კარგი პოლიტიკოსის განმარტება, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს ბრძანებას. ვიც ბრძანებაზე არ იღებს პასუხისმგებლობას. დიანა, თითოეული ჩვენთაგანი რა თქმა უნდა მოვქენებთ შინაგანი რწმენით. ეხლა ნუ მივიყვანთ იქამდე, რაც გქონდა და ესეც უნდა გითხრათ. აქამდე გქონდა ზომბირებული, მთლიანად ზომბირებული სისტემა გქონდა. სადაც პარლამენტი, პროკურატურა, სასამართლო, მედია სივრცე რამდენიმე გამონაკლისის გარდა აბსოლუტურად ვერტიკალზე იყო აწყობილი. ეს რეალობა იყო. თქვენც გიცხოვრიათ იმ პერიოდში და ბევრჯერ ყოფილა. ბევრ საუბრობენ, რომ არის ასეთი ვერტიკალი არსებობს. დიანა, რამდენად გჯერათ ახლა გულწრფელად მითხარით, როცა ამას მეუბნებით. თქვენც ხო არ გჯერათ ეს. კი, როცა ამას მეუბნებით, სასამართლო ხო, მოდით სასამართლოთი დავიწყოთ, მაშინ თუ კი გვინდა რომ გჯეროთ ან არ გჯეროთ. დავასრულებთ პროკურატურით, გასასრულებით, გნებავთ ღილაკების. რითაც გინდა დავიწყოთ, თქვენი სტუმარი ვარ და გამიჭირდება 4-ვეს თვალებში გეგურის საქმეები, არა, მე მგონი უნისოში შევთანხმდით და სასამართლოზე, ხო? რადგან ეს ვახსენეთ. სასამართლო განსხვავებებს, როდესაც ვეძებთ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მეტი არგუმენტი, რომ განსხვავება დავინახოთ სასამართლოს სისტემაში. ნინო, აი რა სვილი თემები დღემდე პოლიტიზირებულია. გამოძიება მიმდინარეობს გესმის ყველა პოლიტიზირებულად მიჩნეულ საქმეზე, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა ანგარიში. მაგალითად, 11 გავლენიანი ევროპარლამენტარის სხვადასხვა პარტიიდან სხვათა შორის მიმართვა პრემიერ-მინისტრს, სადაც ისინი წუხან იმაზე, რომ იაკერზაიას საქმე ისევ გამოძიების მიმდინარეობის ქვეშ არის, ხო? ნინო ეს ისეთი რა საქმეა, თუ ვინმესთვის არის ეს ფიქსების საქმე, ეს ვერ გამოიძიო ამდენი ხნის განმავლობაში საიამ მოასწრო კვალიფიციური გამოძიების ჩატარება აი ამ პროცესში ვიდრე იძიებს. ნინო, თქვენ მეუბნებით, აი როცა თქვენ საუბრობთ, გაქვთ სრული თავისუფლება. მე ამის ფუფუნება არ მაქვს. რატომ? ბატონო, თქვენ დეპუტატი ხართ, რატომ არ ამბობთ? აი, უბრალოდ რაზე გამოგეკიტებით ხართ? თქვენ ამბობთ, რომ საიამ ჩაატარა კვალიფიციური გამოძიება. სიტყვა გამოძიება უკვე სამართლებრივი პროცესია, რომელიც უნდა კანონის ფარგლებში წარიმართოს. არა, გამოძიება შეიძლება იყოს ჟურნალისტური შეიძლება იყოს გამოძიება, როცა რამის გამოიძიებს, ყველაფერს შეიძლება იყოს გამოძიება. თქვენ აი აქ ბრძანდებით და საუბრობთ, რომ ვიღაცამ ჩაატარა კვალიფიციური გამოძიება. ანუ თქვენ იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას, რომ ის არის აუცილებლად კვალიფიციური. კი, ვიღებ, იმიტომ რომ თუ წაგიკითხავთ, თქვენ საოცრად ასე იფიქრებთ. იმიტომ რომ იქ იმდენად ცხადია, რომ აქ რაღაცაში იყო საქმე, წერილმა გაიარა 8 წუთში ყველა ინსტანცია სამინისტროში. ანუ პოლიტიკური ნიშანი ძალიან მაღალი დოზით იყო, რომ შევიდა გამოძიებას ატარებენ შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები. კი, მაგას ვამბობ და რატომ არ ასრულებენ, იწყებენ და არ ასრულებენ. ეს არის პრობლემა. ყველაფერი დაუსრულებელია. ჩემი აზრით, თუ შეიძლება ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიმართ იყოს საზოგადოება კრიტიკული და აი სწორად გამიგეთ, როცა მე ვარ დეპუტატი, რომელთანაც მედიას მეტი ხშირი ურთიერთობა აქვს, ხალხს მეტი ურთიერთობა აქვს და არიან უწყებები, რომლებიც ამაზე დაახლოებულ რეჟიმში მუშაობენ. რომლის არც შეიძლება გამომძიებელიც არც სახელი იცოდეთ, არც გვარი. ჩვენ ვართ ამაზე პასუხისმგებელი. ჩვენ გვიწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა. რომ მკითხოთ ახლა და ჩემ ადგილას წარმოიდგინეთ. რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს, სურვილი კი არა მაქვს, მოთხოვნილება მაქვს, კაცრი, რომ რაც შეიძლება ყველა საკითხზე იყოს მალე პასუხი. როცა არ არის გამოძიებაც კი რომელზეც პასუხი მიიღება. ეხლა მაზოხისტები არ ვართ მე მგონი, ხო? არა, გაზიანები ერთია, მაგრამ აგერ დევს საქმე, აგერ ნინომ რაც ახსენა, იაკერზაიას საქმე, აგერ დევს არის ფაქტები და გაზიანებთ პოლიტიკურად. ეს თქვენ პოლიტიკურად რო გაზიანებთ ერთია, მაგრამ ოჯახია, რომლის წევრი დაიღუპა
და პასუხს ითხოვს ეს კაცი. რა თქმა უნდა. და ეს პასუხი სად არის? ამას ვკითხულობთ ჩვენ და როცა არ არის ეს პასუხი ეს არ არის პარლამენტი იმ მასშტაბის საქმე, პარლამენტი ძნელად როგორც პარლამენტის გამოსაძიებელი. წევრი რასაკეთებ თქვენ მიმართ ეს არ არის ანგარიშვალდებულ ხორავას სტრუქტურებთან საქმის დაკავშირებით მაგალითად გამოძიება როდესაც ამაზე პასუხს ვერ იძლევა თქვენ სად რა ფორმატში როგორ სთხოვთ ამ პასუხს როგორც პარლამენტის წევრი რომელიც აკონტროლებ ამ აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონმდებლობით პარლამენტის წევრი თუ თქვენ ამას მნიშვნელობა არ აქვს იმ გამოძიებას აქვს თავისი ჩარჩოები იმ გამოძიებას აქვს თავისი ვადები და ამ გამოძიების პროცესში გარდაცვლილი სამწუხაროდ ამ ადამიანის ოჯახის წევრებიც არიან მეტნაკლებად ასე ვთქვათ ჩართულები უფრო სწორად ინფორმირებულები მე ჩვენ გვაინტერესებს აქვს თუ არა გამოძიებას ნება მოგცემთ საშუალებას ვადები კი მაგრამ აი ნება თუ აქვს რომ დაამტკიცოს რომ არის თუ არა პოლიტიკური ეს თქვა რეიტინგი გამიჭირდება ესე ან ფარცხალბაძის შემთხვევაში ვერ გიპასუხებთ მეთქი და თქვენ ნება თუ აქვს ეს არის საინტერესო თორე ვადები გასაგებია შევთანხმდეთ ხო რაღაც სტრესებზე რომ კი ბატონო მე უბრალოდ ეს თქვა დამატებითი კითხვა მოგაშველი ამ გამოძიებას უნდა მივცეთ ის გონივრული ვადა და ეს სიტყვა გონივრული ვადა ყველა საერთაშორისო დოკუმენტში არსებობს, რომ თითოეულ საქმეს თავისი წილი გონივრული ვადა უნდა ჰქონდეს. შეიძლება გარკვეულ საქმეებს, არ ვიცი, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში საქმეები, რომლებიც დღემდე არაა გამოძიებული, გინდაც კენედის მკვლელობა და სხვა საკითხები, სხვა გასაგებია. ამიტომ რაღაცა გონივრული ვადის განცდა თითოეულ ძალიან ყოველთვის ძალიან ბუნდოვანია დროებითი არის ყველაზე ხანგრძლივი ხო აი მეკითხება დიანა პოლიტიკური ნება ჩვენი არათუ პოლიტიკური ნება ეს არის პოლიტიკური მოთხოვნილება იმიტომ რომ ეს გვაზიანებს ჩვენს რა ქმედებებში ჩანს რომ პოლიტიკური ნება კონკრეტულ ქმედებებში ჩანს ვიდრე მაგაზე გადავალთ ეს არის ნინო მოიყვანა აგერ მაგალითი დროის აი შეიძლება აი ძალიან მოკლე მონაკვეთში ხდება რაღაც მოქმედებები და ადამიანები იგზავნებიან სკოლაში საკითხული აქვს ეს დასკვნა ვინაიდან თქვა რომ არ არის დარწმუნებული მის კვალიფიციურობა აი ეს კონკრეტული ამბავია რომელიც კვალიფიციურობა არ ჭირდება ამის ამოღებას და დაწერას მე ვერ შევაფასებ ნინო ეს კვალიფიციური თუ არა დაეთანხმა რომ სწორედ ასე იყო ეს 13 და 34 წუთში შესულია ანუ ფაქტები აქ რაც ითქმება არ იწევს ეს არ იწევს ეს საკვალიფიციურობა საჭირო არის ამას უბრალოდ ჭირდება დადება და გაანალიზება 13 საათსა და 34 წუთზე შევიდა განცხადება 36-ზე დაეწერა მინისტრს 26 წუთით 38-ზე ინსპექტირების სამსახურს 42 წუთზე აუდიტს 42 წუთზე მაშინვე იმავე წუთზე პირველი კატეგორიის სპეციალისტი და გამოიცა მინისტრის ბრძანება რომ კერძაია სკოლაში უნდა შესულიყო ინსპექცია და ასეთი ბრძანება გამოიწვა მთელი წლის განმავლობაში სულ რამდენიმე და მათ შორის უმეტესობა 10-დან 8 თუ არ ვცდები ხშირად ერთი მეშლება აქეთან იქით გამოიცა წინასაარჩევნო პირველ და მეორე ტურში 7-დან 6 მთელი წლის განმავლობაში 7-დან 6 ინსპექტირება იყო პირველსა და მეორე ტურში რა დიდი კვალიფიციურობა ჭირდება ამას რომ აქ დეპუტატს გაუჩნდეს ეჭვი კითხვის ნიშანი და მოითხოვოს რომ აი სწორედ იმიტომ რომ თქვენ თვითონვე არ ჩადგეთ უხერხულობაში რომ ეს საქმე გამოიძიონ და თუ აქ რაიმე პოლიტიკური ნიშანია და სავარაუდოდ არის ასე ამბობს ყველა ვინც არის კვალიფიციური სხვათა შორის მაინც ეს სიტყვა მინდა ვიხმარო ყველა ასე ამბობს რომ თქვენც იყოთ ჩართული პროცესში და თქვენ თვითონ თქვათ აქ თუ იყო რაიმე პრობლემა მე აქ თქვენი წაკითხულიდან გამომდინარე ვერც პროკურორი გავხდები ვერც ადვოკატი გავხდები. ვინ გთხოვთ ამას ბატონო ირაკლი? თქვენ ხართ დეპუტატი რომელსაც შეუძლია თავისი კრიტიკული აზრი ჰქონდეს. ვინ გითხრათ რომ დეპუტატი შეზღუდული აქვს აზრის გამოხატვის უფლება თავისუფლება? თუ შეიძლება რა არანაირი აქ რო ვარ უკვე ეს ნიშნავს რომ თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება მაქვს ხო და გეუნებით. უბრალოდ არ მაცდით რომ ეს თავისუფალი აზრი გამოხატვა. პირველი ვერ გავხდები ვერც პროკურორი ვერც ადვოკატი ვერც მოსამართლე. მეორე არსებობს ის სამართლებრივი ჩარჩო რაშიც უნდა მოვექცეთ ყველა. მე არ მაქვს უფლება გამოძიების პროცესში ჩავერიო. არც მე და არც პარლამენტის თავმჯდომარეს. მე მაქვს ის ვალდებულება, რომ მოვითმინო სანამ გამოძიება დასრულდება და ამის შემდგომ თუ მე გამოძიების შედეგებზე ეჭვი გამიჩნდება, უკვე მაქვს იმის საშუალება, რომ დასრულებულ საქმეზე პროკურორი დავიბაროთ და მას პასუხი მოვთხოვოთ. საშუალება გვაქვს საგამოძიებო კომისია შექმნათ. აი აქ რა ბერკეტი რჩება დეპუტატს, არჩეულ დეპუტატს, რომელიც პროკურორზე მეტია თავისი ლეგიტიმაციით და პროკურატურა არ არის პოლიტიკური ორგანო. ყველა შემთხვევაში თუ ეს საქმე არ თუ ამ საქმეს პროკურატურა არ დაასრულებს მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გადმოდის ჩვენზე. რამდენად მომგებიანია ხა ეს რომ ჩვენ
ვიტვირთოთ ამხელა პოლიტიკური პასუხისგებლობა უმრავლესობისთვის, პარტიისთვის, რომელიც არჩევნებისთვის ემზადება. ბატონო თქვენ კარგად ხვდებით, რომ ეს არის წამგებიანი. ამიტომ ჩვენი პირველი ინტერესია, რომ გამოძიება დროზე დასრულდეს, ამ შედეგებზე მოვახდინოთ რეაგირება და ყველა კითხვას გაიცეს პასუხი. უპასუხო საქმეებზე ერთ-ერთი აგერ ახლა წაგიკითხეთ. სხვა საქმეებიც არის ამ უპასუხო საქმეებზე. თუ კი პასუხი არ გვაქვს დიდხანს და გონივრული ვადა შეიძლება არ ვიცი, ყველამ შეიძლება რაღაც ისეთი იგულისხმოს, რაც მას აძლევს იმ წუთას ხელს და თქვას, რომ იცით, ფარული კადრების გამოძიება არ არის ადვილი და ამისი გონივრული ვადა შეიძლება იყოს 20 წელი ან უსასრულოდ. ამ შემთხვევაში არის თუ არა ლეგიტიმური, რომ საზოგადოებამ დაიტოვოს უფლება ამ გამოუძიებელ საქმეებზე და თქვას, რომ აქ დიახაც იყო ხელისუფლების ინტერესი. აი, თუ ამ საქმეზე ჩვენ პასუხი არ გვექნება, რაც ახლა წავიკითხეთ, გვაქვს თუ არა ლეგიტიმური უფლება ვთქვათ, რომ აქ ხელისუფლების ინტერესი იყო. როდესაც ასე სწრაფად გაიარა ბიუროკრატიული, ასე ვთქვათ, კიბე ერთმა ფურცელმა და შემდეგ გაგზავნეს ინსპექტორები ზუგდიდში შევიდნენ ამ სკოლაში და საბოლოო ჯამში რაც მოხდა, ყველამ კარგად ნახეთ. აი ეს უფლება რჩება თუ არა თქვენი აზრით? შეგვიძლია ეს საქმე სხვა ნებისმიერი საქმით ჩავანაცვლოთ. კი ბატონო, რომელზეც პასუხი არ არის, უბრალოდ ახლა ამ საქმეზე. ამის უფლება თქვენ ეხლაც გაქვთ, თქვენ ეჭვით უყურებთ უკვე ამ საქმეს. ეს თქვენი საკურველია. კი, ვაღიარებ პირდაპირ აგერ ვამბობ ეთერში, რომ ეჭვით უყურებთ, თუ კი დამაჯერებელი პასუხი არ იქნება. ჩემი თმენის ვალდებულება მათ შორის იმაში მდგომარეობს, რომ მე მაქვს ეს პასუხისმგებლობა დაველოდო საქმის გამოძიებას, მე შეიძლება თქვენ აზრზე დავდგე და ამის უფლებაც მაქვს და ლეგიტიმაციაც მაქვს და შემდგომ ამ ყველაფერს მოყვება პოლიტიკური სასწორი. ეს გააზრებული აქვს თითოეულ ჩვენთანაც. გააზრებული ქონდა წინა ხელისუფლებასაც ალბათ და ამაზე მიიღეს პასუხი. ამიტომ თუ თქვენ მეკითხებით, რომ აქ თქვენი ინტერესი რა არის, ჩემი ინტერესი არის, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე გამოძიებული და არათუ საზოგადოების ასე ვთქვათ იმ ნაწილს, რომელიც პირდაპირ კითხვაზე პასუხს ელოდება, არამედ მათ შორის თქვენს, რომელსაც შეიძლება უკვე თქვენს წარმოსახვაში გქონდეთ უკვე იშტაბეჭდილება, რომ ამაში გინდა თუ არა ხელისუფლება იყო პირდაპირ დაინტერესებული, თქვენც კი გაგიქარწყლეს. მე ამის ინტერესი პირდაპირ ინტერესი მაქვს, პოლიტიკურიც, ადამიანურიც, ადამიანის სიკვდილი ეს არ არის მარტივად ამაში ახლა თქვენ ამ ნაწილში თქვენს გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება არც ერთი წამით ხა ადამიანურ ტრაგედიაზე არ ჩვენ ამ შემთხვევაში თქვენს აქ მსხდომების მეც ვართ საერთო ინტერესების მატარებელი. თუმცა თქვენ მე მეუბნებით რომ თქვენ უმრავლესობის წევრი ხართ, აბა ამაზე პასუხი მითხარით. დიახ, მე პასუხობ შემდეგნაირად. ზუსტად ისეთივე განცდა მაქვს როგორც თქვენ, ანუ პასუხისგებლობაზე რომ პასუხი მივიღო, მაგრამ არსებობს რაღაცა ფორმა პროცესის, არსებობს ხელისუფლების გადანაწილების პრინციპიც და თქვენ თუ გინდათ ჩარევას ხომ არ ვიხოთ ჩვენ ეს ეჭვები თქვენს გაქვთ, აი ჩვენ რა ეჭვებიც გვაქვს, ეს ეჭვები თქვენს გაქვთ, რომ აი ეს სულ რამდენიმე წუთში გავლილი ბიუროკრატია და მივლენილი ხალხი ზუგდიდში, ეს რომ საეჭვოა მეთანხმებით ჩვენ იმ საქმეებზე ვსაუბრობთ, რომელზეც ეჭვი გვაქვს, რომ პოლიტიკური ინტერესია. აი იქ რამდენად ეყოფა პროკურატურას ნება. აი ამაზეა საუბარი. რო გაქვთ, ამიტომ გეუბნებით, გაქვთ ეს ეჭვი. ჩემი 7 წლიანი პარლამენტში, კომიტეტში მოღვაწეობის შედეგად ვისწავლე ის, რომ არსებობს ბევრი ინფორმაცია და საერთო ჯამში რომ ასეთ ანალიზისთვის რომ მივხვდე რომ რა არის სწორი ინფორმაცია, ამაზე მიწევს ძალიან დიდი ხანს ფიქრი. ანუ სანდო ინფორმაცია შეიძლება არც ერთი არ იყოს. ჩემი ამ შემთხვევაში მიდგომაც ყველა ასეთ საკითხთან მიმართებაში არის რომ არსებობს ინფორმაციები, თქვენ რაც წამიკითხეთ, სხვამ რაც მითხრა, მთავრობამ და ასე შემდეგ, ან გაზეთში წავიკითხეთ თუ Facebook-ში ვიღაცამ რა გითხრათ ამ საქმეზე მთავრობამ დამაჯერებლად? არა, ეს პირობითად თქვი, ახლა მთავრობას რა კავშირშია. და შემდგომ მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება. მე როცა ჩამომიყალიბდება აზრი მე გითხარით რომ ის თქვენ ამ თემაზე ჯერ აზრი არ გაქვთ ჩამოყალიბებული ეს ბუნებრივია ნინო ეხა ნინო რაღაცა ძალიან პრინციპულად თხოვთ რომ მე ჩემი რაღაცა გადაწყვეტილება გითხრა და მე გითხარით რომ მე შეიძლება რომ ჩემი კოლეგებიც ამაზე ფიქრობთ მსჯელობთ ერთმანეთთან რატო არ მიაჭირეთ დროზე თქვენმა კოლეგებმა ბატონ ირაკლი ერთი წამი მე ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ეჭვებით შეიძლება მაქვს
მოლოდინებიც მაქვს და სურვილიც მაქვს რა გაბრკოლებთ ეს თქვა საჯაროდ და ხმამა. ამ ყველაფერს უნდა გამოძიება თქვენი გასრულდება გონივრული იანვარში თქვენმა კოლეგებმა დეპუტატებმა უმრავლესობის დეპუტატებმა გამოაქვეყნეს წერილი იანვარში მათ შორის გედევან ფოფხაძეც იყო რომელიც აღარ არის მაგრამ არის კობერიძე ფრუიძე მოსიძე რასადროდის შემადგენლობა და ერთთვიანი ვადა მისცეს გამოძიებას ანუ თქვენი თანაგუნდელები ქართული ოცნებიდან ვერ ერკვევიან ამ გონივრული ვადების ვადებში მათ ერთი თვე მისცეს გამოძიებას და კერზაიას საქმეზე მოითხოვეს რომ ერთ თვეში პასუხი ჰქონდეს გამოძიებას ევროპარლამენტარების წერილზე კი არ გესაუბრებით ან ვახოსანაიას შეკითხვაზე თქვენივე მაგალითად თქვენივე თანაგუნდელების წერილზე რომლებმაც თქვენს რომ აი ერთ თვეში გითხრას პროკურატურამ რა მოხდა აი რა პასუხი აქვს პროკურატურას დაეწერათ რა იქნებოდა დიანა ანუ მათ ქონდა თავიანთი პოზიცია მათ ქონდა თავიანთი პოზიცია მათ დააფიქსირეს ეს და განსაზღვრეს გარკვეულ ვადაში და სივრცეში შეიძლება ერთ თვეში კი არა ერთ კვირაში მინდოდა მე რომ ამ საქმეზე პასუხი დაედოთ მაგრამ კიდევ ერთხელ მეორებ თუ ჩვენ ამ პროცესს უყურებთ პოლიტიკურად ადამიანურ ფაქტორზე რა თქმა უნდა არ ვსაუბრობთ აქ სრული ერთიანი გულისწყრომა არის ეს ამაზე ორი აზრი არსებობს თუ საუბრობთ პოლიტიკურ ზიანზე მე გეუბნებით რომ ერთი თვე კი არა პირველივე დღეს ვახოსანაია იქნებოდა თუ ნიჟიჟილაშვილი რომ გაუჩნდა გავლენიანი ევროპარლამენტარი გავანებოთ თავის ანაიას და ნიჟიჟილაშვილს 11 გავლენიანი ევროპარლამენტარი წერს ამას საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაგას გეუბნები ნინო მაგას გეუბნები ანუ მარტო ჩვენ კი არ გვაქვს ეს ნინო მაგას გეუბნები რომ თქვენ რაც ეჭვის დონეზე გაწუხებთ ეს პირდაპირ პრაგმატულად ზიანის მომტანია ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის. ამიტომ თქვენ აქტიურობთ რომ არ დაზიანდეთ, უფრო მეტად პრობლემა პროკურატურაშია ბატონო მირაკლი. რატომ თუ არის პრობლემა პროკურატურაში, რატომ არ ამბობთ რომ არის პრობლემა პროკურატურაში? ვითხოვთ პასუხებს. შეიძლება გარეთ არ გამოვდივართ და დროშებს არ ვაფრიალებთ, მაგრამ თითოეული ჩვენთანგანი ამ ყველა ასეთ საკითხზე წუხს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ისეთი პასუხები, რომელზეც საზოგადოებას ექნება დობით აღჭურვილი ადეკვატური რეაგირება. ამას ხვდებით. ბატონო ირაკლი, ეხლა თქვენ თუ გინდათ რომ მე ან ქართულ ოცნებას დააკისროთ პოლიტიკური პასუხისგებლობა ხელისუფლების იმ შტოს, რომელიც არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ან უნდა მითხრათ რომ იცი რა, თავარი პროკურორი ორგანულად დაკავშირებულია თქვენს გუნდთან, კანცელარიაში მუშაობდა, აპარატის ხელმძღვანელი იყო დიდი ხანი და შერჩევის პროცესიც ისეთია, რომ თავრობის და ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით ამ პროცესში. თქვენ უკვე სისტემურად მიყავთ საუბარი იქითკენ რომ რახან ამ ქვეყანაში ჩვენ გარკვეული კონკრეტული პირების მიმართ გაგვაჩნდიან დობა, შესაბამისად ამ დობისა და კვალიფიკაციის მიხედვით ადამიანებს ვირჩევთ. ესე იგი ეს ნიშნავს რომ დამთავრდა ჩვენს გვინდა იმ ხალხზე ნდობა გქონდეს და ეს საქმე უნდა გვაჩვენოს და ამიტომ გეუბნებით თუ გინდათ გითხარით ერთი კონკრეტული საქმე რომელიც მე ნდობით განმაწყობს მოქმედი პროკურატურაც ეს თქვა აი ამ პროკურატურის მიმართ რომელიც დღეს არსებობს ერთი კარგად გამოძიებული არ ვიცი გავაკეთოთ რეკლამის შემდეგ ჩვენ რამდენიმე წუთით უნდა გავიდეთ ბატონო ირაკლი რეკლამაზე შემდეგ დავბრუნდებით და აი ზუსტად ეს ხაზი გავაგზავნოთ მათ შორის პროკურატურაზე და სასამართლოს შევეხეთ და შემდეგ გადავედით სხვა თემაზე უბრალოდ. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ პირველებს, ირაკლი სესიაშვილია ჩვენი სტუმარი, ჩვენი საუბარი შეწყდა პროკურატურაზე, თქვენ ამბობთ რომ ეს არის დამოუკიდებელი ორგანო და მის საქმიანობაში ვერ ჩავერევით და უნდა იყოს დობა მის მიმართ და აი დიანას შეკითხვა იყო რა იწვევს ამ დობას ერთი საქმე მითხარითო რომლითაც ჩვენ შეიძლება ვენდოთ პროკურატურას ხო არ მგონია რომ ერთი საქმით განსაზღვროთ და არც მე აქ იმისთვის არ ვარ რომ თითოეულ საქმეზე ჩემი პოზიცია დავაფიქსირებ იმიტომ რომ როცა ვსაუბრობ პროკურატურაზე პროკურატურას ძალიან ბევრი საქმე აქვს და ამ საქმეებზე ახდენს რეაგირებას მაგრამ მე მინდა ჩვენი საზოგადოების ყურადღება გამომახვილო იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც თავისთავად ცხადია პროკურატურასთან კავშირშიც არის. იმიტომ რომ ჩვენ გქონდა სისტემა, როცა პროკურატურა რეალურად იყო სასამართლო. პროკურატურა რა
პოზიციებსაც დააფიქსირებდა, სასამართლო აბსოლუტურად უსიტყვოდ ამას იღებდა. ეს იყო ყველაზე ცაში. პროკურატურა როგორც საქმიანობს, ამის მსაზღვრელი არის სასამართლო და მე მინდა კონკრეტული ფაქტები მოგიყვანოთ. 2012 წლის შემდგომ 6-ჯერ გაიზარდა გამომართლებელი განაჩენები. 6-ჯერ. 3-ჯერ შემცირდა როგორც წინასწარი, ასევე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი. 18-ჯერ შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი და 5-ჯერ შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი. ეხლა უყურეთ ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობა 11-ჯერ შემცირდა. ეხლა ნება მომეც ეს ერთგვარად შევაფასო, მე ვიცი რომ დროის სიმცირე გვაქვს. ჩვენ მე მგონი ყველა ვგრძნობთ რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც თავისუფალი სიტყვის გამოხატვა, აზრის გამოხატვა არის სტანდარტი. ეს განმტკიცებულია. ამ პირობებში, როცა 11-ჯერ შემცირდა, ესე იგი ჩვენი მოქალაქეები ამბობენ, რომ ჩვენ კმაყოფილი ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით და არ ვასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოში, ეს უკვე მიანიშნებს, რომ ამ სისტემას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. ეხლა ეს მნიშვნელოვანი პროგრესი თქვენ და მე შეიძლება განსხვავებული შეფასება გქონდეს, იმიტომ რომ ერთი არის ის გახმაურებული საქმეები, რაზეც თქვენ საუბრობთ, ამას აუცილებლად დაუბრუნდები და შევაფასებ. მეორე არის ის, რაც უშუალოდ რიგით მოქალაქეებს აქვთ კავშირი პროკურატურასთან, სასამართლოსთან და ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაფერი მნიშვნელოვანია, აქ არ არსებობს განსხვავება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოქალაქეებს გქონდეს ამის სრული განცდა. ეხლა რახან მე და თქვენ შეიძლება რაღაც პოლიტიკური სიმპათიები გაგვაჩნდეს, ან თქვენს მაგივრად იყოს პოლიტიკური ოპონენტი და მას სხვა სიმპათიები გააჩნდეს. ამიტომ მე აქვე ვიტყვი რომ არანაირი. არა, რა თქმა უნდა, ხო, ეს პირობითად გესაუბრებით, ვსაუბრობთ, ხო? ამიტომ ჩვენ რომ განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები გვაქვს, ამისთვის ვიყენებთ ხოლმე საერთაშორისო მაღალი რეიტინგის ავტორიტეტულ შემფასებელ კვლევით ორგანიზაციებს და ასეთი არის Heritage Foundation, რომელიც ამბობს, რომ ევროპის მასშტაბით მე-18 ადგილზეა საქართველო, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 14 ქვეყანას. ეხლა თქვენ მეკითხებით, რომ ეს არის სასამართლო სისტემის მაჩვენებლით. კიდე უფრო ახალი დასკვნა არსებობს, ბატონო ირაკლი, სადაც კრიტიკულ ზღვარზეა ეს ვთქვათ საქართველოს თავისი მდებარეობით, ასე რომ თქვენი შველიებთ წინა დასკვნას Heritage Foundation-ის, ამის შემდეგ არსებობს კიდევ უფრო ახალი დასკვნა, სადაც გაცილებით დამძიმებულია სურათი. მითხარით, ვისი დასკვნა არსებობს? Heritage Foundation. და რას იცავთ? 18-ზე ვართ, მე-18-ზე და მე-19-ზე ვართ. ახლა გინდათ სანამ თქვენ საუბრობთ, მე ახლა მომძებნი. კი, ბატონო. აქ იყო საუბარი, რომ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიამდე თუ სწორად მახსოვს, აკლდა ძალიან ცოტა პროცენტი ამ ახალი კვლევით, რომელზეც დიანა საუბრობს. სხვათა შორის ჩატი, როცა ვახსენეთ Heritage Foundation-ი იყო სწორედ მოსამართლეების ლექსიკაში ეს კვლევა, რასაც ახლა შეგვიძლია მორუსიდესინიც მუდმივად ამ კვლევას იყენებენ. ანუ რეალურად, რა თქმა უნდა, გამოწვევა ქვეყნის მიმართ რჩება. ამიტომ ის, რაც 2012 წლის შემდგომ ამ ხელისუფლებამ იმ ჩაკეტილ რეჟიმიდან მიაღწია აი ამ შედეგებს, რაც მე ვახსენე, ეს მიმაჩნია ძალიან სერიოზულ პროგრესად. თუმცა თვითკმაყოფილი ვერ ვიქნებით. ის არსებული პროცესი და პროგრესი არ იქნება. ეხლა რაც შეეხება დამასრულებინეთ ის ნაწილი, რომ რაც სენსიტიური საქმეები, ანუ გარდა ამ, ასე ვთქვათ, ყოველდღიური პროცესებისა, სადაც გამამართლებელიც არის, გამამტყუნებელიც არის და ამის მიხედვით ეს რეიტინგი არის შეფასებული, არსებობს კიდევ ეგრეთ წოდებული გახმაურებული საქმეები. სწორედ ამაზე გეკითხებოდით, სადაც ჩნდება პოლიტიკური ინტერესის შესახებ ეჭვი, აი აქ გაქვთ პრობლემა. და თუ კი ერთი საქმე მაინც აჩვენებს, რომ პროკურატურა შესაძლოა არ იყოს დამოუკიდებელი, იქ მთლიანად ამ ეს სისტემა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. და თუ ავიღებთ ასეთ საქმეებს, აი მაგალითად მე მოგიყვანთ მაგალითებს. კარგით? ხო შეიძლება. პირველი, როცა ჩვენ საუბრობთ პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებზე ან საზოგადოების მაღალი ინტერესის საქმეებზე. და მე ვახსენე, რომ საქართველოს სამწუხაროდ არის ძალზედ პოლიტიზირებული და პოლარიზებული. როცა გვაქვს პოლიტიკური მგრძნობიარობის საქმეები,
ამ ქვეყანაში ყველას აქვს იმდენი აზრი, რამდენი პოლიტიკური პარტიაც არის. და შეფასებების, კომენტარებიც, რიგ შემთხვევებში რეალურ ფაქტებს აცდენილი, ასეთებიც ძალიან ბევრი მინახავს. ძალიან ბევრი გვაქვს. როცა თქვენ რიგითი მოქალაქე, კიდე ჟურნალისტი უსმენთ 10 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის შეფასებას თავისი ვერსიით და თავისი ფაქტებით, ისევე როგორც ამას ემატება არასამთავრობო ორგანიზაციები, ამას ემატებიან ექსპერტები და ეგრეთ წოდებული ექსპერტები. ყველაფერს ამას ვამოწმებთ და ჩვენ მაგნაწილში კოლეგები ვართ და ამ ყველაფერს საზოგადოება ისმენს. ბუნებრივია თქვენც და ვერც მე ვერ მივალთ ჭეშმარიტებამდე. ჭეშმარიტებამდე როცა მოგიგებთ წაგიკითხავთ სამართლებრივ გადაწყვეტილებამდე მაგრამ აი სამართლები ვახო დამასრულებინა ასე არ შეიძლება სამართლებრივ გადაწყვეტილებამდე რომ უნდა მივიდეთ ამაზეში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლო რა სამართლებრივ გადაწყვეტილებამდე მივიდა გამოძიება მაგალითად მაჩალიკაშვილის საქმეზე მაგაზეც გეტყვით ეხა მაგალითად ქონდა ძალიან გრძნობიარე თემა იყო ვანო მერაბიშვილის ბაჩუ ახალაიას სააკაშვილის ამ შემთხვევაში ჩვენ რამდენადაც მათ შორის გარკვეული პოლიტიკური შეშფოთებები ქონდა დასავლეთისგან, ჩვენი პარტნიორებისგან და ჩვენ ამ შეშფოთებებს იმ ნაწილში ვუყურებთ, რომ ჩვენ ევროპული ინტერესები გვაქვს და არ გვინდა რომ ჩვენს მიმართ კრიტიკულები იყვნენ, რა ვქენით ჩვენ მოვიწვიეთ 3 უმაღლესი კატეგორიის პროკურორები, ადვოკატები და გამოცდილი იურისტი. თქვენ იცით ვიზე ვსაუბრობთ, მე მათ შორის ჰააგის სასამართლოში მონაწილეობდა, მათ შორის ერთ-ერთი ასე ვთქვათ დემოკრატიული ქვეყნის ძალიან მაღალი დონის საქმე. მოვიწვიეთ ესენი, მივეცით ის მასალა, რაც პროკურატურამ მოამზადა და შესაბამისად ამ პატისხადს წინა ხელისუფლების დროინდელ საქმეს ამაზე ეს პროკურორები თქვენ რო გესმით ვახო ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები აგრძელებენ იმ ნარატივს რომ არა ეს ასე არ არის ამ პოლიტიკური ოპონენტების მსმენელი არის მათ შორის ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეს საკითხით შეგვიძლია გავაგრძელოთ უბრალოდ აი თავადაც აღნიშნეთ ჩვენ ციცით რომ არ გვაქვს ბევრი სამართლებრივი შედეგი მაჩალიკაშვილის საქმეზე რა დადგა აი უკაცრავად დიანა ერთი წამით რა დადგა სამართლებრივი შედეგი მაჩალიკაშვილის საქმეზე როცა არის ადამიანი გარდაცვლილი მე ძალიან მიჭერს ღია ეთერში ამაზე საუბარი წმინდა ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით იქ არიან უშუალოდ სპეცოპერაციაში მონაწილე პირები, რომლებიც ამ სპეცოპერაციას ატარებდნენ, იქ არიან თვითმხილველები და ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ ჩვენებები. კი, მაგრამ ეს ადამიანი რატომ დაიღუპა? ვიცით თუ არ ვიცით? ვახო, ამას გეუბნებით. ანუ რეალურად კიდევ ერთხელ მე ბოდიში ვიხდი, ვცდილობ ხოლმე რომ იქ სადაც ადამიანი არის გარდაცვლილი ამ ასეთ საქმეებზე ჩემი რაიმე ტიპის შეფასებისგან თავი შევიკავო. ამიტომ მე უბრალოდ ვამბობ რომ არიან ადამიანები, ვინც სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ. არის ჩვენებები და არის შესაბამისად სხვადასხვა ნივთმტკიცებები. პასუხი რა გვაქვს ამ საქმეზე? ეხა პროკურატურამ ჩვენ უნდა გვანახოს დასკვნა რომ ეს ამ ჩვენებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა ეს შემდგომ ესეც გონივრული ვადის ფარგლებშია რამდენი ხანი გავიდა შემდგომ მე ბატონო ირაკლი შემდგომ ამის შემდგომ ну კიდევ ერთხელ ვადებზე მე და თქვენ შეგვიძლიათ არათუ ვიკამათოთ არამედ იმაზე შევთანხმდეთ რომ თქვენ რა ვადასაც მოიფიქრებთ იმაზე ადრე მე მინდა ამაზე შევთანხმდეთ და სად არის პასუხი ამ საქმეზე ამ საქმეზე პასუხი უნდა ქონდეს პროკურატურას კარავი დგას დედაქალაქის ცენტრში და იქ ითხოვენ პასუხს და არ არის და რატომ არ არის მესმის მე რომ ამ საქმეს შევეშვა და ზოგადად თქვა ალბათ ნებას მომცემთ იმიტომ რომ ყველას აქვს თავის ხელისუფლების წარმომადგენლები სულ რაღაცნაირად არიდებთ თავს. აი იცით მე სარალიძის საქმეზე როცა არის ლაპარაკი კი ბატონო აქ დისკუსია შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები სულ ამბობთ რომ აი ამაზე არ ვილაპარაკებ და რატომ არ ვილაპარაკებ. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები. როცა საუბარია პირად ადამიანურ ტრაგედიაზე ეს პირადი ადამიანური ტრაგედიაც არის და ამასთანავე უზარმაზარი მასშტაბის საქმეა ამას გეკითხებით. ჩემი პოლიტიკური შეფასება უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ სახელმწიფო ორგანოების მიღებულ დასკვნებს. ნებისმიერი სხვა ჩემი პოლიტიკური შეფასება ეს იქნება ჩემი აზრით დამაზიანებელი. ეს ერთი. მეორე,
ყველა ადამიანს და მე ამ საქმეს არ გულისხმობ. ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმართლე. ყველა ადამიანს. ჩემი სიმართლეს თქვენ ყველა იმ სიმართლით უყურებთ, იმ ასე ვთქვათ, რწმენით აფასებთ ყველაფერს რა ასე ვთქვათ სიმართლის კატეგორიებიც გაგაჩნდეთ შინაგანად. არსებობს კიდე სიმართლე და სამართალი ერთმანეთისგან განსხვავდება, შეიძლება განსხვავდებოდეს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სიმართლე არის ეს, თუმცა სამართალი იყოს ეს. არა, მე ვფიქრობ ერთს. რა არის ჭეშმარიტება და ამ სოფლიოში იმდენი გადაწყვეტილებებია მიღებული, სადაც ნაფიც მსაჯულებსაც მიუღიათ გადაწყვეტილებაც მიუღიათ. ვერდიქტის გამოუყენია რომ თქვენი პასუხები ჭეშმარიტება დადგენილა 20 წლის მერე. ამიტომ აქ თუ ჩემს სიფრთხილეს დაინახავთ, ამას შეხედეთ ადამიანური ფაქტორი. თუ სახელისუფლება, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობას გთხოვთ, ამის გაკეთების უფლებაც და შეიძლება ვალდებულებაც გქონდეს უშუალოდ საქმის გამოყენება. უნდა დავასრულოთ ჩვენ ეს ბლოკი, დავასრულოთ ვადები ესე გამოძიება მიდის ამაზე სხვათა შორის ღილაკების არ იყოს ხუმრობის თემად იქცა. არ მგონია რომ სახუმარო მე მინდა არ არის ნამდვილად არ არის სახუმარო ადამიანურ ფაქტორს მიღმაც. გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია Heritage Foundation-ის 2019 წლის ანგარიშის თანახმად სასამართლოს ეფექტიანობის კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია წინა წლის პერიოდთან შედარებით ინდექსი 9%-ული პუნქტით შემცირდა, რამაც თავის მხრივ საქართველოს ევროპის ქვეყანთა რეიტინგში 1 პოზიციით ჩამოქვეითება გამოიწვია, რაც ყველაზე შემაშფოთებელია საქართველოს სასამართლო სისტემის მხრივ მეტწილად თავისუფალ ქვეყანათა რიგებიდან მეტწილად არათავისუფალ ქვეყანათა შორის გადაინაცვლა და ამის შემდეგ არის რეპრესიული, ესე ვთქვათ, რეპრესიული ჯგუფი. იგივე მე რაც თქვი, სადაც Heritage Foundation-ის სწავლობს ხა მე ვფიქრი რომ სასამართლო სისტემა ევროპის მასშტაბით იყო მე-18 ადგილზე, თქვენ მეუნებით ხარით მე-19 ადგილზე. ჯგუფი დატოვა, გამოიცვალა ჯგუფი და გადავიდა არათავისუფალ ქვეყანათა შორის. დიანა, თქვენ მეუნებით რომ ერთი საფეხურით გადაინაცვლა. და 9 პუნქტით, რომელმაც ძალიან გაუარესეს, სულ სხვა ჯგუფში მოიქცა. კი, ერთი საფეხურით გადაიწყო. მე-18-ზე იყო ხარი მე-19-ზე. და როდესაც 2018 წლის კვლევით აპელირებთ, არსებობს კიდევ უფრო ახალი კვლევა ამის თქმა მინდა და სხვათა შორის ეს კვლევა ეწერა პოლიცსაბჭოს წერილშიც და მოსამართლეებიც ხშირად აპელირებენ ამ კვლევაზე. როცა იყო მე-18 ადგილზე, კი ბატონო, გადავიდა მე-19-ზე. უსწრდა ევროკავშირის, დიანა, ევროკავშირის 14 ქვეყანაზე წინ იყო. და თქვენ თუ ამბობთ რომ ეხლა არის მე-19 ადგილზე, ანუ 13 ქვეყანაზე წინ გამოდის. გულდასაწყვეტია ნამდვილად და თუ ჩვენ ამის ამბიცია გავაჩნიეთ, საერთოდ არ მაინტერესებს რომელ ადგილზეა, რომელ კვლევაში, შეიძლება ეს ძალიან ხმამაღლა შედეს. თავარია ჩვენ როგორი ტიპის სასამართლოს ხედავთ. თქვენი სიმართლე ემთხვეოდეს სამართლიანობას. ეს არის თქვენი და ამაზე გითხარით რომ თქვენი შინაგანი სიმართლე რომ სამართლიანობას არ ემთხვევა, ეს არის ნიშნავს რომ თქვენ ჭეშმარიტებას აცდით. თავარია სასამართლო სისტემა დაკომპლექტებული იყოს მაღალი სანდოობის მქონე მოსამართლეები და არა იმ ხალხით, რომელთა წარსული გადაწყვეტილებების მიერ ძალიან ბევრი კითხვის უმარტივესია. გეთანხმებით, არამედ ერთი დამოკიდებულება გვაქვს. მე თქვენ გეუნებით, რომ ის გზა რაც ჩვენ 2012-დან დღემდე გამოვიარეთ, აი თქვენ არ ვიცი, რო გითხრან, რომ დისტანცია რო გითხრან, რომ თქვენ აქ ეხა ფეხზე რო ადგებით, 1 საათში უნდა დაფაროთ რაღაც დისტანცია. ჩვენ 2012 წლიდან, როცა მართლა არ ვიცი მონსტრი სისტემა ჩაგვარდა 2012 წლიდან აი ამ მაჩვენებამდე მივედით ამ მაჩვენებამდე ვერ უნდა მივსულიყავით მივედით კმაყოფილი ვართ არ ვართ კმაყოფილი მე მომწონს თქვენი განწყობა და მეც მაგ ჭკუაზე ვარ რომ თვით კმაყოფილი არ უნდა ვიყო მაგრამ რასაც მივაღწიე ეს იმის მანიშნებელია რომ მე მეტის მიღწევა შემიძლია მე თუ გინდათ რომ ჩემი პოზიციები მოსამართლეებთან მიმართებაში დავაფიქსირო მე უფრო შორსაც წავალ მე იმასაც გეტყვით რომ ის რა პროცესით ჩვენ მივიღეთ ამ პროცესში იმდენი პოზიტიური შედეგიც გვაქვს რომ ეს კიდევ უფრო ოპტიმიზმს ხდის მე თქვენ თუ ისევ ჭიქაში ნახევარ და ცარიელს ხედავთ თავარია ჩვენი საზოგადოება იყოს კმაყოფილი. აქ დავასრულოთ მაშინ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ირაკლი სესიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. მას ახლა დავემშვიდობებით და ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ახლა გადავინაცვლებთ უკრაინაში. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ჩვენი თემა. თამარ ჩიხლაძე იმყოფებოდა უკრაინაში და ის აშუქებდა პირველ ტურს, წინ მეორე ტურია.
21 აპრილს, მაგრამ ამ პირველსა და მეორე ტურს შორის საინტერესო ამბები ხდება და თამარი მოგვიყვება ახლა ამის შესახებ. ძალიან საინტერესო ამბები ხდება მართლაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ვნახოთ ყველაზე უჩვეულო მეორე ტური და სადაც დავიწყებთ უფრო ისე სერიოზულად განხილვას ამ თემის, მინდა მაყურებელს ვაჩვენო ფოტო, რომელიც ასახავს ერთგვარად განწყობას. ხედავთ უკრაინის 4 ყოფილი პრეზიდენტი ფეხბურთის სტადიონზე. იანუკოვიჩი და იუშენკო. ეს ფეხბურთის სტადიონზე გადაღებული ფოტოა და სწორედ ამერიკის პრეზიდენტების ასეთი ჩვენ არ გქონია. ჩვენ ასეთი არ გქონია, მაგრამ საინტერესო კონტექსტი რომ ფეხბურთის სტადიონზე გაიმართება პრეზიდენტობის ორი კანდიდატის დებატები და ეს ტელეფორმატისთვის, პოლიტიკური ფორმატისთვის იქნება ძალიან უჩვეულო. ჯერ მაინც ვიტყვი სიზუსტისთვის, რომ ეს გადაწყვეტილი არ არის, რადგან შესაძლოა იყოს კანონდარღვევა და ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯერ კიდევ წყვეტს მისცემს თუ არა ამ ავანტიურაში ჩართვის უფლებას ორივე კანდიდატს, თუმცა არსებობს ტელევიზიის თანხმობა და არსებობს ორივე კანდიდატის სურვილი. ანალიზები, ეს თქვით, ლაბორატორიული კვლევები ჩაიტარეს. არ ვიცით რას იზამს ტიმოშენკო, რომელსაც ასევე შესთავაზეს მოდერატორობა ამ და წამყვანობა ამ ყველაფრის. თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დართავს ამაზე ნებას, აქ ჩდება ეჭვი, რომ შესაძლოა ეს რომელიმე კანდიდატს არ სურდეს. შესაძლოა ეს იქნება ალბათ მაინც უფრო პოროშენკოს სასარგებლოდ, რადგან თუ ეს დებატი გაიმართება სტადიონზე, ეს იქნება რა თქმა უნდა შოუ და შოუში ზელენსკი, ვლადიმერ ზელენსკი ერთ-ერთი კანდიდატი არის ძლიერი. ანუ მისი იდეა იყო სტადიონზე გამართვა და წარმოიდგინეთ ბილეთების გაყიდვა დაიწყეს, ეს ჯერჯერობით არალეგალურად ხდება 180 გრივნა ღირს და ახლობით $8-მდე, მაგრამ ფაქტიურად ფსონებს ტოტალიზატორიც იქ გაესმინდო და მე თქვა ალბათ საინტერესო იქნება ვახო შენ ერთობი ხოლმე დრო და დრო ტოტალიზატორით უკრაინულ არჩევნებით ხომ ფეხბურთით უფრო ვერთობი, მაგრამ ეს კარგი სანახაობაა. ფოთაშორის ზელენსკის პირველი პასუხი პოროშენკოს შტაბიდან უთხრეს, რომ ფეხბურთი ითამაშეო სტადიონზე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთან და იქ პრეზიდენტი არ მოვაო, მაგრამ ეთყობა შემდეგ გადაიფიქრეს და პოროშენკომ მიიღო ეს გამოწვევა. თავიდან დებატები ითვლებოდა ზელენსკის სუსტ ნაწილად და რეალურად მე ახლა მგონია თამარ მგონია რომ ახლა სუსტ წერტილად ითვლება და რაღაც ახალ ბარიერებს იგონებს. ახლა ტიმოშენკო მოდი სტადიონზე, მე მგონი თვითონაც დიდად არ უნდა რომ სადღაც ბარიერი შეექმნას ამ დებატებს. ენობრივი ბარიერის გამო რაც მას მაინც აქვს, რადგან ეს დებატები იქნება უკრაინულ ენაზე და სარეკლამო რგოლი უკრაინულ ენაზე ჩაწერა. ზელენსკისთვის უფრო კომფორტული ენა მაინც არის რუსული და რა თქმა უნდა პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც ცალსახად არის პოროშენკოს. ბაშა ბუღაძეს ჰქონდა საინტერესო ბლოგი, მინდა მოგიყვეთ, რომ როგორც წესიო პოლიტიკოსებს ვირჩევთ რაღაც იმედებით ვართ ხოლმე განწყობილები და ბოლოს კლოუნი შეგვჭება ხელშიო და უკრაინაში ავთენტურად მიდის მოკეთ პროცესი ძალიან პირდაპირ კლოუნს ირჩევენ და იმედგაცრუებაც იქნება ნაკლები. გართობიან მაინც პროცესი თუ ასეთია ეს პოლიტიკური კლასის სრულ კრახზე მეანიშნებს ერთი მხრივ, როდესაც ასეთ კანდიდატს მიეცა ამდენი ხმის მიღების შესაძლებლობა. 2,700,000 ხმით უსწრებს პოროშენკოს მხოლოდ პირველი ტურის მონაცემით და იქ მოვისმინეთ ასეთი მოსაზრებაც, რომ შვიდობიანი მაიდანი იყო ეს ერთგვარად ეს არჩევნები, რადგან პოლიტიკურ ელიტას ამორჩეულმა უთხრა უარი. და უპროცენტოდ მაღალი მაჩვენებელი იყო ახალგაზრდების დასწრების ამარჩევნებს. თამარ, ერთი საკითხი, რაც უკავშირდება უკრაინის სამოქალაქო აქტივისტი არის ტენდენცია ახლა უკრაინის საგარეო კურსს რაც შეეხება და მის ფაქტორს ამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. აი რუსეთის ფაქტორი როგორ შემოდის ამ ყველაფერში და კანდიდატების მიმართ რა ეჭვები ჩნდება? პროდასავლურობასთან დაკავშირებით. ყველა არჩევნებში ჩვენ ვეძებთ რუსეთის კვალს და პირველი კითხვა სწორედ ის იყო, რომ აი რომელი კანდიდატის უკან იგრძნობა რუსული გავლენა. ზელენსკიზე ვერ გეუბნებიან ცალსახად, რომ ის იქნება პრორუსული კანდიდატი პირველ რიგში მისი მკაცრი განცხადებების გამო და მე ვთქვი, რომ როცა პირველივე დღეს exit polls გამოცხადების შემდეგ მას ჰქონდა პირველი პრესკონფერენცია მთლიანად უკრაინულ ენაზე, ერთადერთი პასუხი, რომელსაც მან რუსულად, ერთადერთი კითხვა, რომელსაც რუსულად უპასუხა, იყო სწორედ მიმართვა ვლადიმერ პუტინს. და მან თქვა, რომ მას მოუწევს ფასის გადახდა, ფინანსების გადახდა ანექსირებული ყირიმისთვის. პოროშენკოს უდავო პლუსი არის ის, რომ ის არის ცალსახად პროევროპული ლიდერი, ევროკავშირი და ნატომის ყველა გამოსვლაში, ყველა სლოგანში არის თავარი თემა, წამყვანი თემა. ზელენსკიზე შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რომ ჩვენ არ ვიცით მისი კონკრეტული ხედვა და არც არავინ იცის. მან არჩევნების პირველ ტურამდე, როგორც ამბობენ, გაყიდა თავისი იმიჯი, მან არ გაყიდა თავისი დაპირებები, არ გაყიდა საკუთარი პროგრამა, სლოგანიც ჰქონდა, რომ მე არაფერს გპირდებით. ეს იყო საარჩევნო კამპანიასთან ერთად ერთგვარი მარკეტინგული კამპანია, სადაც კარგად შეფუთული პროდუქტი ზელენსკი თავისი იმიჯით გაყიდეს. იმიჯი ტელეშოუებიდან და ფილმებიდან
დებატებზე ელიან რომ სახე ამ იმიჯისგან რა დარჩება, ვნახავთ ამას და პოროშენკო ზუსტად აპელირებს ამაზე, რომ აი რას აპირებს რუსეთთან მიმართებაში. სხვათა რუსი პოლიტიკოსები მხარს უჭერენ ზელენსკის. იმედიანად გამოიყურებიან, როდესაც ამ თემაზე საუბრობენ. შემაშველეთ, ეს თქვა, თავარი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც კლოუნის არ იყოს ზელენსკის, ჟირინოვსკი ხო, აი უკაცრავად ჭადისახელივით დამემართა ჟირინოვსკი ერთ-ერთ ტელეშოუში გამოვიდა და ეს თქო ზელენსკით მოხიბლულობა აჩვენა. ყოველ შემთხვევაში ძალიან ხისტია პუტინის შეიძლება მიმართ. ზელენსკის მინუსი იყოს. მაგრამ მას შეუძლია რომ სააკაშვილიცაა ჩემით მოხიბლული, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ღია მხარდაჭერაც აქვს მას. მოდი ვიდრე ვისაუბრებთ ქართულ კონტექსტზე ამ არჩევნების და სააკაშვილის ფაქტორზე, ვნახოთ სიუჟეტი და ვნახოთ რა ხდებოდა ეგზიტ პოლის გამოცხადების შემდეგ, როგორ დაიგეგმა დებატები და რა ბარიერები გადალახვა მოუხდა ორივე კანდიდატს. Когда тебя не станет, какой ты мир нам оставишь? Что будет в нем? სავსე სტადიონი კომედი შოუს ვარსკვლავ ვლადიმერ ზელენსკის ბევრჯერ უნახავს. დაუმსახურებია ტაში წარმატებული ხუმრობისთვის, ჰქონია მაღალი რეიტინგი იუმორისტული სკეჩებისთვის. თუმცა მსახიობი ახლა მთავარი გამოსვლისთვის ემზადება. მისი მაყურებელი და უკვე ამომრჩეველი ოლიმპიურ სტადიონზე პრეზიდენტობის კანდიდატ ზელენსკის ელოდება. ეს კი ხუმრობა სულაც არ არის. საპრეზიდენტო დებატები პოლიტიკური გამოცდილების არ მქონე კანდიდატის სისუსტედ მიიჩნეოდა. თუმცა ზელენსკიმ პეტრო პოროშენკოს თამაშის საკუთარი წესები შესთავაზა და ხელთათმანიც პირველმა ისროლა. სატელევიზიო ისტორიაში პირველად დებატები პირდაპირ ეთერში ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გაიმართოს. Чекаю на вас тут, на НСК Олимпийский. გელოდებით აქ, ოლიმპიურ სტადიონზე. დებატები უნდა გაიმართოს უკრაინელი ხალხისთვის. ყველა არხს უნდა ჰქონდეს მისი პირდაპირ ეთერში ჩვენების საშუალება. უკრაინის მოსახლეობის მესამედის პატივისცემის ნიშნად თქვენ საჯაროდ უნდა თქვათ, რომ დებატები გაიმართება არა კრემლისა და კოლომოისკის მარიონეტთან, არა ტანდაბალ კლოუნთან, არამედ პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმერ ზელენსკისთან. გაძლევთ 24 საათს. იფიქრეთ. Думай, Д. სიტყვა იფიქრე პეტრო პოროშენკოს საარჩევნო კამპანიის მთავარი სლოგანი იყო, რაც ზელენსკიმ სათავისოდ გამოიყენა. მის Facebook გვერდზე განცხადების განთავსებიდან რამდენიმე წუთში წამზომი ჩაირთო. პასუხმაც არ დააგვიანა. მოქმედმა პრეზიდენტმა შოუმენ ოპონენტს 7 და დიპლომატიური ტონით უპასუხა. Володимир Олександрович, я радий, що ви хоч якось დებატების წესები გაწერილია კანონში. გთხოვთ წაიკითხოთ. ის შეიძლება გაიმართოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე პირდაპირ ეთერში, ათეულობით მილიონობით ადამიანისთვის. ასეთია უკვე არსებული წესები, მაგრამ გსურთ დებატების სტადიონზე, იყო სტადიონზე. გელოდებით ვლადიმერ ალექსანდროვიჩ. Але стадіон так стадіон. Я чекаю на вас, Володимир Олександрович. ვინ გადაიხდის სტადიონის არენდის თანხას, როგორ გაინაწილებენ ადგილებს გულშემატკივრები, ვინ გაყიდის ბილეთებს. ამ კითხვებზე ჯერ ზუსტი პასუხი არ არის. პოროშენკოს თანხმობას ზელენსკის მორიგი პროვოკაციული შეთავაზება მოჰყვა. პირველ ადგილზე გასულმა კანდიდატმა დებატების წამყვანობა და არბიტრის როლი იულია ტიმოშენკოს შესთავაზა. Юлия Тимошенко. Вы заняли третье место. პატკივშინა შტაბში მედიას უთხრეს, რომ წინადადებაზე იფიქრებენ. სოციალურ ქსელში კი ტიმოშენკოს მხოლოდ ერთი კადრი გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მათ ლიდერს პოლიტიკური პინგ-პონგისთვის ჯერჯერობით ასცალია. ზელენსკის ერთ-ერთი პირობა დებატების წინ ნარკო და ალკო ტესტის ჩაბარება იყო, თუმცა მოთხოვნა მისთვისვე იქცა პრობლემად. პოროშენკომ სახელმწიფო ლაბორატორია აირჩია. ზელენსკიმ კი დიაგნოზის გასაჯაროვება ოფიციალურ სტრუქტურებს ვერ ანდო და კერძო კლინიკა ევროლაბში მივიდა. პოროშენკოს შტაბში ამბობენ, რომ ევროლაბის მფლობელი ზელენსკის მხარდამჭერია და კანდიდატი რეალურ ტესტირებას გაექცა. Я прийшов, тебе нема. მე მოვედი, თქვენ არ დამხვდით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დებატები ეს არ არის შოუ, არ არის სპექტაკლი. ეს არის უკრაინელი ხალხის უფლება მიიღოს მრავალმხრივი ინფორმაცია კანდიდატის პროგრამის და გეგმების შესახებ. კრიტიკა ნაკლებად აღელვებთ შტაბში, სადაც ეგრეთ წოდებული ზე ნაკრები ყოველ წუთს მუშაობს ინტერნეტ აუდიტორიაზე. ეს ის ადგილია, სადაც სერიალ ხალხის მსახურის გმირი პარტია ხალხის მსახურის პოლიტიკურ ლიდერად გარდაქმნეს.
შოუმენისგან თანამედროვე საჯარო მოხელის იმიჯს კრეატიული ნაკრები ქმნის. თუმცა მისი PR კონსულტანტები ამბობენ, რომ არც არაფერი ჰქონდათ სამუშაო, რადგან ზელენსკი პოლიტიკაში სუფთა ხელებით მოვიდა. როცა არჩევნებზე მიდიოდა, მან თქვა, რომ უნდა აჩვენოს, როგორ შეიძლება გახდა პრეზიდენტი და დარჩა ჩვეულებრივ ადამიანად. ის ისეთია, როგორიც ყოველთვის იყო. ასეთ იყო 2 წლის წინ, 1 თვის წინ, 31 მარტს, ასეთა დარჩება 21 აპრილს და მომდევნო 5 წლის განმავლობაშიც. 21 აპრილს უკრაინის საარჩევნო ისტორიაში ყველაზე გრძელი ბიულეტენი 39 კანდიდატით 2-მდე შემცირდება. უკრაინელი ამომრჩეველი კი გადაწყვეტს, ვინ იმსახურებს მეორე შანსს, მოქმედი თუ კინოგმირი პრეზიდენტი. Говори зі своїми близькими. Другого шансу не буде. სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ ამ დრომდე სტადიონის გავსება შეუძლია უკრაინაში მხოლოდ სვიატოსლავ ვაკარჩუკს. სხვათა შორის ვაკარჩუკი არის პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერი, ოკეანელზის ქართული მსმენელისთვის საყვარელი ჯგუფის ლიდერი, რომელიც წინააღმდეგ გამოდიოდა ამ კამპანიაში, ზელენსკის წინააღმდეგ და ქონდა მთელი აქცია სლოგანით ნუ მისცემ ხმას ხუმრობით. რადგან არჩევნები ხუმრობა არ არის. გლადიატორთა შერკინება სტადიონზე ძალიან საინტერესოა. სხვა შორის ჩვენ ვფიქრობდით, რომ ხომ არ გვაქვს იდეა, რომ პირდაპირ ეთერში ვაჩვენოთ TV-პირველმა. რა თქმა უნდა, ეს დებატები საინტერესო იქნება. თქო, რა კიღა უკრაინული იქნება, ალბათ სავარაუდოდ. თუ რუსულად იქნება ეს. უკრაინულად გამართება დებატები აუცილებლად. ეს არ არის ძლიერი მხარე ზელენსკის. ეს არ არის ზელენსკის ძლიერი მხარე და ბევრი რამ არ არის ამ დებატში. ზელენსკის ძლიერი მხარე უკრაინული. მხოლოდ გარეგნული გაფორმება, ის სტადიონი, გულშემატკივარი ტაშის ტვენა, ეს თუ მისცემს მას როგორც შოუმენს, როგორც მსახიობს თავდაჯერებას ალბათ ამ დებატში, თუმცა ვფიქრობ, რომ სრული უპირატესობა იქნება პოროშენკოს მხარეს. არის ის ვერსიაც, რომ პოროშენკო მოიგებს ერთ ბრძოლას, მაგრამ სრულ ომს წააგებს. ალბათ კარგად აწონდაწონენ ახლა პოროშენკოს კომენტარი, რომელიც ჩვენ ნახეთ, იქ კანონმდებლობას დაეყრდნო და თქვა სად და როგორ უნდა გაიმართოს ეს დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე და ასე შემდეგ. მაგრამ თქვა, რომ გამოწვევასაც იღებს, გასაგებია, ეს პოლიტიკურად ის ვერ იტყოდა, რომ ახლა ვერ იღებს ამ გამოწვევას, ესეც თქვა, მაგრამ ალბათ აწონდაწონიან და შემდეგ ნახოთ რა იქნება. სააკაშვილი ამ ინფორმაციის წყარო არ ვიცი ზუსტად როგორ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოროშენკოს შტაბმა მეორე ტურის წინ დაიქირავა ცნობილი მოშე გულქავტი, რომელიც ქართულ ოცნებას ყავდა დაქირავებული მეორე ტურის წინ, რამაც მას გამარჯვება მოუტანა, ასე რომ იქ იქნება საინტერესო მეთოდები შესული. მოვისმინეთ უკრაინაში ამ თემაზე ინფორმაცია, მეც ვერ ვიტყვი ეს ნამდვილად ასეა თუ არა, მაგრამ ნაწყენები იყვნენ პოროშენკოს სიტყვების გამო, რომ მას მოუწევს არჩევნებში შეხვედრა კოლომოისკის მარიონეტთან და თქვენს რომ პრეზიდენტს არ ეკადრებოდა ასეთი სიძულვილის ენა და სწორედ ამ კონტექსტში ახსენეს მოშეს გავლენა შეიძლება იყოს ეს ამ კონტექსტში ახსენეს რომ სავარაუდოდ მას უწოდებდნენ მასხარას, მარიონეტს და ასე შემდეგ და შავი პიარის მამა მოქმედებაში შევიდა როგორც ჩანს და მოვიდა. კარგით, ეს რაც შეეხებოდა უკრაინას, ჩვენ კიდევ ერთი რეკლამა გვაქვს და შემდეგ დავბრუნდებით ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება ჩვენი სტუმარი, ვისაუბრებთ ფილარმონიასთან დაკავშირებულ თემაზე, რაც დაგიანონსეთ, ასე რომ დაგველოდეთ რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. ჩვენ დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ პირველებს და გადაცემის ამ ნაწილში ჩვენი სტუმარია ნიკოლოზ რაჭველი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. საღამოშვიდობისა დიდი მადლობა რომ ხართ სტუდიაში. მოგესალმებით. ფილარმონიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სწრაფად მივიღებთ, თქვა განათლების, კულტურის და მთელი რიგი ჩამონათვალია მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თქვა რომ ეს ობიექტი უნდა ემსახურებოდეს დედაქალაქს და კულტურულ ცხოვრებას. თუმცა მისი ეს პოზიცია არ არის მის სამინისტროში ერთადერთი პოზიცია, მისმა მოადგილემ თქვა რომ თქვენ რაღაც განდიდების მანია გაქვთ და ფილარმონიის საკუთრებაში გადაცემას იტყოთ. აი ამ ურთიერთ გამომრიცხავი პოზიციების ფონზე რისი იმედი გაქვთ? აი რისთვის იბრძვით დღეს, რა არის თქვენი მიზანი? სამწუხაროდ თქვენ წერან საუბრობდით მაგალითად უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე და ჩემთვის ვფიქრობდი ვიდრე შემოვიდოდი სტუდიაში რომ
ბოლო 12 წლის განმავლობაში, რაც მე ორკესტრს ხელმძღვანელობ, ყოველი სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ამინდის ცვლა, ახალი პრემიერის, ახალი პრეზიდენტის მოსვლა, წასვლა ჩემთვის უკავშირდება აი ამ რაღაც პერპენტუ მობილეს მდგომარეობას, როდესაც თავიდან მიწევს ყველასთვის ერთი და იგივეს ახსნა. თუმცა ჯერჯერობით ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო პრობლემის ძირეულად მოგვარება და მე მგონი აი ეს შანსი სწორედ ეხლანდელ სახელმწიფო ჯგუფს დაუტოვა იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის უსახლკაროდ ყოფნა დასრულდეს და მე ნამდვილად მზად ვარ ამას მთელი ჩემი არსით ფიზიკურადაც კი შევეწირო, იმიტომ რომ ეს მგონია რომ არის ყველაზე დიდი მისია, რომელიც მე დამეკისრა ამ ორკესტრის ხელმძღვანელის რანგში. ეხლა რაც შეეხება რისი იმედი მაქვს, მე არაფრის იმედი არ მაქვს გარდა ერთი რამისა, რომ ცხოვრობ ისეთ სახელმწიფოში, სადაც კანონი კანონობს და ყველაფერი უნდა სახელმწიფოებრივად გადაწყდეს და თუ კი ეს ასე მოხდა, აბსოლუტურად ყველაფერი სწორად დაალაგდება. ის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტად ეკუთვნის, თუ კანონი კანონობს, ანუ ასე უყურებთ. იცით რა არის, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ და მიმოვიხილავთ ფილარმონიის შენობის, აშენების ისტორიას და ხშირად ჩვენი ესე ვთქვათ, მხარდამჭერები საუბრობენ ფილარმონიაში ჩვენს დაბრუნებაზე და არა ფილარმონიის ესე ვთქვათ მოპოვებაზე, აქ ბუნებრივია საუბარია იმაზე, რომ თავად დარბაზის ესე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი მისი გახსნის დღიდან სწორედ სიმფონიური ორკესტრი იყო, ჩვენი სიმფონიური ორკესტრი. დარბაზი აშენდა იმდროინდელი ჩვენი ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსი მაჭავარიანის ინიციატივით, ჩვენი უდიდესი კომპოზიტორის და მისი მთავარი სურვილი მოიპოვა დაფინანსება მაშინ კრემლისგან, სწორედ იყო ის, რომ ჩვენ ქვეყანაში არ არსებობდა დიდი მუსიკალური სივრცე, სადაც დაუკრავდა სიმფონიური ორკესტრი და აღჟღერდებოდა სხვადასხვა ჟანრის. შეგაჩეროთ, იმიტომ რომ აქ არსებობს კონტრარგუმენტი. დერახან ჩვენ გვყავს ოპონენტი, ხო, აქ მინდა კონტრარგუმენტი გავიაროთ დეტალურად. აი აქ არის საუბარი იმაზე, რომ თქვენ როდესაც ამბობთ, რომ ეს აშენდა აი ამ დანიშნულებით, რაც ახალგაზრდობოდით, ეს არ არის მართალი და რომ ეს აშენდა სიმპოზიუმებისთვის, ყრილობებისთვის, კი ბატონო, საესტრადო მუსიკისთვის, კინოსთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმ ტიპის დანიშნულებისთვის, რასაც თქვენ ახლა ამბობთ. ნინა მე ვეყრდნობი თქვენი ოპონენტების ამ შემთხვევაში იმ კომპანიის არგუმენტებს, რომელთანაც ახლა თქვენ დავაში ხართ, რომ გრძელებ მინისტრის განცხადებაც იყო თვითონ, რომ დარბაზში არ არის სათანადო ინფრასტრუქტურა, არ არის სარეპეტიციო ფართი ministris მოადგილის ბოდიში. დიახ. ყოფილი ministris. ნიკა არ გვაპატიებს არც ერთშიც და მას ამოსაზრესიც კი ბატონო. ჩამოყალიბებული და მზად ვარ. მაგრამ რაც შეეხება დანიშნულებას. კი. რა თქმა უნდა, ჩვენ ესე ვთქვათ, ეს თქვენ რასაც დაეყრდენით, ანუ ვის მოსაზრებასაც, ეს არის მხოლოდ ვერბალური, არსებობს დოკუმენტალური ნაწილი, ჩვენ არქივში ინახება მთლიანად მთელი დოკუმენტაცია, მათ შორის მიმოწერა კრემლთან ალექსი მაჭავარიანის და ეს აწვირთულია, შეუძლია მე ყველას ნახოს, ასევე არსებობს ალექსი მაჭავარიანის მონოგრაფიული წიგნი, სადაც აბსოლუტურად დეტალურად არის გარკვეულ გვერდებზე ფილარმონიის აშენების ისტორია, შემდგომ მისი მოღვაწეობის და გარდა ამისა, ჩემს ორკესტრში 3-4 თაობა მოღვაწეობს, აქედან ყველაზე უფროსი თაობა არის ის ადამიანები, რომლებსაც ახსოვს 1971 წლის გახსნის დღიდან პირველი დაახლოებით 12 წელი, როგორ დადიოდნენ ჩვეულებრივად სამსახურში და ფილარმონიის დიდ სცენაზე გადიოდნენ რეპეტიციებს და შემდგომ ატარებდნენ კონცერტებს. მაგრამ თვითონ არგუმენტი რომ აქ არ არის სარეპეტიციო, არ არის მორგებული კოლექტივებზე, რომ ეს არ არის დაგეგმილი და ვერც გამოიყენებს ამას ყველაფერი არის. ეს ფილარმონიის დირექტორმაც თქვა, მისი არგუმენტი იყო, რომ აქ თანაცხოვრება ორკესტრთან წარმოუდგენელია. ძალიან ბევრს ალბათ ახსოვს, მე პირადადაც ვიცი, იქ ლიანა ისაკაძის ორკესტრის სარეპეტიციო სივრცეც იყო და საერთოდ როგორ შეიძლება ფილარმონია, ესე იგი ფილარმონია მთელ მსოფლიოს აქვს თავისი ფილარმონიული დარბაზები, სადაც ასევე ყველგან მოღვაწეობენ თავიანთი სიმფონიური ორკესტრები. საერთოდ დარბაზი არ შეიძლება არსებობდეს მუდმივ მოქმედი კოლექტივის გარეშე. ვინაიდან თუ დარბაზი არ ქმნის პროდუქციას, ის დარბაზი ვერ იცოცხლებს და ალბათ ამის შედეგიც იყო ბოლო აი ამ რაღაც 10 წლის განმავლობაში, რასაც ვუყურებთ ფილარმონიაში, სადაც როგორც ხშირად ვიმეორებთ და არა მარტო ჩვენ, პრაქტიკულად 360 დღიდან 300 დღე არაფერი არ ხდება. იმიტომ რომ მუდმივ მოქმედი კოლექტივია მთავარი მაცოცხლებელი ძალა. ეხლა წარმოიდგინეთ, ოპერის თეატრი არსებობდეს და მასში არ მოღვაწეობდეს ოპერის დასი. დაახლოებით ეგეთი სისტემაა. საკონცერტო დარბაზს ჭირდება თავისი დასი. და ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებაზე, სწორედ გულისხმობთ ამას,
იმას, რომ ორკესტრი, რომელიც მასში მოღვაწეობს, ის საფუძველი გახდება ყველა იმ ურიცხვი და სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი მოვლენების, რომელსაც ეხლა უბრალოდ ვერ ვაკეთებთ ვინაიდან ელემენტარული კონცერტის გასამართად პირადად მე და ჩვენ ორკესტრს ისეთი კოლოსალური სახსრების, ესე ვთქვათ, მოზიდვა, შოვნა, ხანდახან სახელმწიფოს დახმარებით, ხანდახან კერძო სექტორის დახმარებით გვიწევს. იმის გარდა რომ ჩვენ როგორც სიმფონიური ორკესტრი ვერაფერს ვერ ვგეგმავთ, აი წარმოიდგინეთ თქვენ იცით რომ ყოველ პარასკევს გაქვთ ეთერი და ჩვენ რომ და შეგიძლიათ სტუმარი დაპატიჟოთ. ვერც ერთ დირიჟორს და სოლისტს ვერ ვპატიჟებ, ვინაიდან წინასწარ ჩვენ არ გვაქვს ესე ვთქვათ საშუალება ერთი წლით ადრე განსაზღვროთ ჩვენი ეს შემოქმედებითი გეგმა და კალენდარი. ეს თქვენი პრობლემა არის აბსოლუტურად გასაგები, რომ მოსახლეობთ ხართ, ეს ჩვენ ვიცით ძალიან დიდი ხანია ამას ვაშუქებთ სხვადასხვა პრობლემას, მაგრამ რაღა მაინც და მაინც ეს დარბაზი ხარ, აი ასეთი პერსპექტივით თუ დავსვათ კითხვა, რომელსაც ყავს პატრონი, სადაც შესულია 59 წლიანი იჯარი, ხომ კონკრეტული კომპანია და ხა თქვენ ამბობთ, რომ ეს უნდა გამოვიდეს და თქვენ შეხვიდეთ? თუ იყოთ ერთად, თუ რაღაცა კონკრეტულს ხომ ამბობთ, ხო, მაგრამ ეს ხომ სხვისია. აი ამ პრინციპიდან როდესაც ამოვდივართ, აი თუ შეიძლება რომ აქ დაგვანახოთ თქვენი სიმართლე. კი ბატონო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა თავდაპირველადაც და მუდმივადაც გეგმავდით და სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდით ახალი საკონცერტო დარბაზის აშენების შესახებ. სახელმწიფომ, როდესაც ჩვენ შემოგთავაზა 9 მილიონი ლარის დაფინანსება ახალი საკონცერტო დარბაზის აშენების პერსპექტივით, რა თქმა უნდა, ყველა არქიტექტორმა და არქიტექტურულმა კომპანიამ რბილად რომ ვთქვათ, დაგვცინა და არ მიიღო ეს გამოწვევა, არ მიიღეს მონაწილეობა საპროექტო სამუშაოებში. ტენდერებიც ჩაიშალა და აბსოლუტურად ეს გადაიქცა უიმედო, ესე ვთქვათ, პერსპექტივად. შემდგომ ბატონ გია ყანჩელმა მიმართა იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც ბრუსელში შეხვდა, ბატონ კვირიკაშვილს, რომელიც ჩამოსვლისთანავე მისი თხოვნით მოვიდა ჩვენთან, მას დახვდა ორკესტრის საბჭო და დავხვდი მე და მოიყვანა მიხეილ გიორგაძე, რომელიც გახდათ კულტურის მინისტრი იმჟამად. იქ წარიმართა საუბარი ამ დაფინანსებაზე და რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ 9 მილიონი ეს აბსოლუტურად არასაკმარისი კი არა, წარმოუდგენელია ახალი საკონცერტო დარბაზის აშეშნებლად. როდესაც აი გუშინ მე დავესწარი სრულიად ბრწყინვალე პრეზენტაციას ქალაქ თბილისის მერის მასპინძლობით, სადაც ჩვენ გვაჩვენეს კულტურის ესე ვთქვათ რა გაკეთდა და რა გაკეთდება და იქ ითქვა, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გარემონტების დაფინანსების პირველი ეტაპი 8 მილიონი ლარით არის დაფინანსებული. ხო წარმოიდგინეთ სასახლის გარემონტების ერთ-ერთი ნაწილობრივი დაფინანსება თუ 8 მილიონი ლარია, 9 მილიონად ახალი საკონცერტო დარბაზის აშენება, ნუ რამდენად არარეალური იყო. მაგრამ ეს რა თქმა უნდა მაშინვე ჩვენ პრემიერმა გთხოვა, რომ მოგვეპოვებინა ესე ვთქვათ უცხოელი კომპანიები, საერთაშორისო გამოცდილების დარბაზების აშენების კომპანიებთან ის ფასები, რა ფასებიც ეს ჯდება. იმ პერიოდში იხსნება პარიზის ფილარმონია. ეს ფასი იყო სწორედ რომელიც კანდიდების კი, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიპოვეთ ეს მასალები, ამაზე რამდენიმე თვე ვიმუშავეთ, მივიღეთ ფასები და რა თქმა უნდა გაუგზავნეთ, მაგრამ ეს მიმოწერა სხვათა შორის საბედნიეროდ ყველაფერი შენახულია, იმიტომ რომ ბატონ მიხეილ გიორგაძესაც გაუგზავნეთ, სადაც ჩვენ წერთ, რომ ჩვენ არ მივიჩნევთ დღეს იმ ქვეყანაში იმ მდგომარეობას ეკონომიკურს, რომ ჩვენ შეგვიძლია 40 მილიონი ევროს ოდენობის, ესე ვთქვათ, ინვესტიცია მოვთხოვოთ სახელმწიფოს იმისთვის, რომ აშენდეს ახალი დარბაზი, როდესაც ქვეყანას აქვს დარბაზები და არა დატვირთული. ანუ თქვენ ეს თანხა არ მოგითხოვია, მაგრამ თქვით რომ ეს ამდენი ჯდებოდა. რა თქმა უნდა, დავალება შევასრულეთ. ამავდროულად გაჩნდა რა ფილარმონიის იდეა, იცით, გაჩნდა საიდან? გაჩნდა იქიდან, რომ ჩვენ რამდენიმე წლის წინ, ჯერ 4 წლის წინ დაიწყო, თუ არ ვცდები, გამჭვირვალობა საქართველოს არსებობს ისეთი კომპანია, ხო? მე არსებობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. აი ამ კომპანიებმა შეისწავლეს არსებული მენეჯმენტის მდგომარეობა ფილარმონიაში და დადეს საკმაოდ მძიმე დასკვნები, იქ არის ძალიან ბევრი დარღვევები, ძალიან ბევრი დავალიანებები, ესე ვთქვათ, შეუსრულებელი ვალდებულებები. ამაზე მე ცხადი არ მინდა საუბარი, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ გითხრათ, რომ ჩვენ არ ვართ მათთან დაპირისპირებული მხარე, ჩვენ გვაქვს საქმე სახელმწიფოსთან, ისევე როგორც სახელმწიფოს მათთან. ესე გამოიყვანა რაღაცა ადგილზე შესვლა, სადაც ხდებათ სხვა. ეხლა ნახეთ, არ ხდება არავინ, ნინო, იმიტომ რომ არ ხდება არავინ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, როდესაც გაჩნდა ეს იდეა, ჯერჯერობით როდესაც გავიგეთ, რომ იქ არის პრობლემები და სახელმწიფომ უნდა მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილება მათთან ურთიერთობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მე ჩავთვალე, რომ ძალიან ადამიანურად და ჩვეულებრივი ემოციური, ესე ვთქვათ, მოქმედების ფარგლებში მე მივედი მიხეილ გიორგაძესთანაც, მივედი ფილარმონიის მმართველ ჯგუფთან, გიორგი კერესელიძეც დამხვდა და მისი მეგობრები, კოლეგები და მათ შევთავაზე, რომ მოდით ჩვენ ვეძებთ დარბაზს. სახელმწიფო გვპირდება
აი 9 მილიონი ლარიან დაფინანსება. 3 მილიონად არ აშენდება დარბაზი და ბიჭებო, მოდი მოვიფიქროთ გამოსავალი. მე როგორც მუსიკოსი, ცნობილი ადამიანი ამ ქვეყანაში და ორკესტრის ხელმძღვანელი, სახელმწიფოს შევევედრები, რომ თქვენი ვალების პრობლემა, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად გადაჭრას, მაგრამ თქვენ მოგვეხმარეთ, რომ ჩვენ შემოვიდეთ ფილარმონიაში, ჩვენ სახელმწიფო ორგანიზაცია ვართ და ამისთვის იურიდიული, ესე ვთქვათ, ნორმა იქნებოდა მოსაძებნი, რომ ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოს დაებრუნებინა. მე თქო თქვენთან ერთად გავაგრძელოთ მოღვაწეობა და მოვიფიქროთ ფორმებით ურთიერთთანამშრომლობის და რაღაცნაირად ძალიან დადებითად ერთად რას ნიშნავს? ანუ ეს 9 მილიონი, რომლის გაღება სახელმწიფოს მე შევთავაზე რომ დაგვეხარჯა ფილარმონიის გარემონტებაში. ეხლა თქვენ იცით რომ φιλარმონიას კვლავ ჭირდება ძალიან სერიოზული რეკონსტრუქცია. მათ პირველ დღეს თქვენი თანაცხოვრება დაიწყო. თქვენი წილი მიქონდა ასე როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მოცემული კერძო კომპანია რომ მართავს იმ რა თქმა უნდა, ამიტომ ამაზე ამბობენ რომ ეს ვერ გამოვიდოდა ვერაფრით. ანუ თქვენი მიდიოდით 9 მილიონით იქ. სამწუხაროდ მივიღეთ უარი არა იმ არგუმენტით რომ აქ იურიდიული პრობლემა იქნებოდა, არამედ უბრალოდ იმით რომ ჩვენ ისინი მოაგვარებდნენ თვითონ თავის პრობლემებს და ჩვენ გვეზრუნა ჩვენი შენობის ასაშენებლად. რა თქმა უნდა, ამ უარის შემდეგ ჩვენ ვიყავით ძალიან წყნარად, თუმცა როდესაც ახალი გუნდი მოვიდა ჩვენ ხელისუფლების, მე მათ შევახსენე. ეს საკითხი როგორ შევახსენე ამდაგვარად არსებობს ასევე ეს მიმოწერაც. ანუ ბახტაძის უკვე? დიახ, ბატონ მამუკა ბახტაძის შევხვდი კიდევაც და მას ესე ვთქვათ აუხსენი რომ არსებობს ორი მოცემულობა იყო მანამდე. ერთი მოცემულობა რომ აშენდეს და ეს ჯდება ესეთი სოლიდური თანხა და მეორე მოცემულობა იყო საუბარი დიდ საკონცერტო დარბაზზე ფილარმონიაზე, მაგრამ სამწუხაროდ ესე ვთქვათ ამ ორში არჩევანი ვერ გაკეთდა და ამიტომ ჩვენთვის ახლა უკვე თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. მე ვიცოდი უკვე და ეს მარტო მე ვიცოდი რომ 4 იანვარს ეს ხდება 4 იანვრის შემდეგ, ვინაიდან 4 იანვარს უკვე სახელმწიფომ გაუწყვიტა არსებული ხელშეკრულება იმ ჯგუფს, რომელიც იმ ბიზნეს ჯგუფს, რომელიც მართავდა ფილარმონიას. უბრალოდ ეს მე ვიცოდი, აი ამ შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე ამაზე ვსაუბრობდით და დავიწყეთ მომზადება შემდგომი განვითარების პროექტის დარბაზის თუ ის სახელმწიფო ორკესტრს ჩვენს ორგანიზაციას სახლი გახდებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ საჯარო სივრცეში ამ თემის გამოტანას არ ვაპირებდით და მოხდა ისე რომ სწორედ თქვენი ტელევიზიის ეთერით გაჟღერდა პირველად გამოქვეყნდა ის დოკუმენტი სულ რაღაც ერთი კვირის წინ, როდესაც გამოქვეყნდა დოკუმენტი რომ ფილარმონიის ხელმძღვანელობას გაუქმდა მოქმედების ხელშეკრულება. ჩვენმა ორკესტრმა უკვე აქ ვეღარ მოითმინა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ამდენი ხნის მოლოდინის შემდეგ და მათ იცოდნენ ყველა ჩემი ნაბიჯის შესახებ და ამ შეხვედრებზეც ორკესტრის საბჭოს წევრებთან ერთად დავდივარ ხოლმე და ამის შემდეგ ორკესტრმა ღიად მიმართა სახელმწიფოს და უთხრა, რომ რადგან ფილარმონიის სივრცე არის თავისუფალი, რადგან მისი აშენების და მისი პირველი ესე ვთქვათ, მკვიდრი სწორედ ჩვენი ორკესტრი იყო, სოციალიზმის რატოა იქ ამირანი კინოთეატრი. ამირანი კინოთეატრი იყო აღმაშენებელზე, იქ სადაც ახლა არის ჯანსუღ კახიძის სახელობის დარბაზი. სწორედ ჯანსუღ კახიძე მოახდინა მაშინ გაცვლა. ესე იგი, ეს მთლიანად ეს ფილარმონია პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენ ორკესტრთან, ამიტომ იმ არგუმენტებს ბუნებრივია ესეთ ვერბალურს ვერ გავიზიარებთ, რომ ჩვენ დოკუმენტების ენაზე ვსაუბრობთ და საბოლოო ჯამში, ესე ვთქვათ, მივედით იქამდე, რომ გამოქვეყნების შემდეგ ორკესტრის საჯარო, ესე ვთქვათ, ძალიან კეთილ და აბსოლუტურად ლოგიკურ თხოვნას გამოეხმაურა ბატონი მიხეილი, რომელმაც ესე ვთქვათ, უკვე ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ის დამემუქრა მე და ჩემ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, ამის გარდა თვითონ ეს გიგანტომანი და ესეთი ფრაზები ვფიქრობ, რომ აკნინებს არა ჩემს პერსონას, არამედ თვითონ იმ სტატუსს ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელს. აი ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, აი ახლა რა სტატუს quo გვაქვს? ეხლა არის ესეთი სტატუს quo. ეხლა ჩვენ გვაქვს, ჩვენ პირველ რიგში კიდევ ერთხელ განმარტავ, მე ძალიან მადლობელი ვარ ყველასი, იმიტომ რომ საოცარი გამოხმაურება მოყვა ამას, საოცარი მხარდაჭერა მივიღეთ. მე არ მინდა დავასახელო ჩვენი გიგანტი უდიდესი ვარსკვლავები, მაგრამ თუ კი ვინმე მოღვაწეობს ჩვენ სფეროში და ჩვენ სფეროს გარეთაც, ჩვენ გვაქვს რაღაც დაახლოებით 10,000-მდე, ესე ვთქვათ, ადამიანების გამოხმაურება, რომელთა შორის არიან ძალიან დიდი საერთაშორისო მუსიკოსები. და აბსოლუტურად ყველა ემხრობა აი ამ გზას სახელმწიფოს მიერ დაბრუნებას შენობის, ესე ვთქვათ, და შემდგომ ჩვენი ორგანიზაციისთვის მოცემას. ამ წუთას გაწყვეტილია.
ამ წუთას ეკონომიკის სამინისტროს ელის იცით რა, აქ არის რა, ჩვენ ესე ვთქვათ, ძვირფასო მეგობრებო და ჩვენ ტელემაყურებელმა მინდა ძალიან კაცრად და მკაფიოდ გამიჯნოს ის, რომ ჩვენ რაღაც ესე ვთქვათ, არ ვუვარდებით არავის ესე ვთქვათ ოჯახში. ჩვენი ესე ვთქვათ მოთხოვნა გაჟღერდა მხოლოდ მას მერე, რაც ჩვენ გავიგეთ, რომ ის სივრცე არის იურიდიულად თავისუფალი. თუმცა მანამდე ვმუშაობდით, იმიტომ რომ 4 იანვარს მე უკვე ვიცოდი, რომ ეს სივრცე თავისუფლდება და ესე ვთქვათ, ეს 4 იანვრის დოკუმენტით დათარიღებული ესე ვთქვათ, გამოქვეყნდა მარტში. ამიტომ ამის შემდეგ ჩვენ მოგთხოვა სახელმწიფომ, რომ ჩვენ წარგვედგინა რიგი დოკუმენტაციისა იმისათვის თუ რა იქნება ფილარმონია, ჩვენ იქ წარვადგინეთ საფესტივალო გეგმა, ფასტა კვოტირება. ჩვენ გავიგეთ გვიან, ასე გამოდის. რა თქმა უნდა. ჩვენ გავიგეთ გვიან, თორემ ის რომ შეიძლებოდა თქვენ გამხდარიყავით ახალი ბინადარი ამ შენობის, ეს უკვე გავლილი თემაა და თქვენ ამაზე მოყოლებული, ამაზე ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ჩვენი საჯარო ცენტრი მუშაობს ამ საკითხზე და შეიქმნა ძალიან შთამბეჭდავი, ესე ვთქვათ, ეკონომიკური შემოქმედებითი. იცით რა, მე არ ვიცი სამწუხაროდ ეს მას ქონდა წესითვინელია რომ არ მე ვიცი რომ იცოდა. და ეხა ამ ეტაპზე რა მდგომარეობა, ესე ვთქვათ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება, იცით, მეორე პროცედურაა, როდესაც უწყვიტავ ხელშეკრულებას მოქმედ ჯგუფს, იქ შემდგომ გრძელდება პროცედურა გაქონების გადმობარების და რიგი საკითხების, მაგრამ თავად მათ მიმართეს მთავრობას წერილით, რომ მთავრობამ შეისწავლოს ამ გაწყვეტის, ესე ვთქვათ, რამდენად ეს სწორი გადაწყვეტილება იყო მთავრობის მხრიდან და ეკონომიკის სამინისტრო გვეუბნება, რომ სწორედ ამ, ესე ვთქვათ, საპასუხო წერილის განხილვის პროცესის გამო ჭიანურდება საბოლოო, ესე ვთქვათ, მოქმედებაში გადასვლა შეწყვეტილი ხელშეკრულება. გამორიცხავთ, რომ მთავრობამ შემოგთავაზოთ რაღაც კომპრომისული ვარიანტი თქვენ და იმ ჯგუფს, რომელსაც გაუწყდა ეს კონტრაქტი. იცით რა, არ გამორიცხავ, ბუნებრივია და მე არც ამის საწინააღმდეგო მაქვს. უბრალოდ აქ ძალიან მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი იურიდიული მხარე, რომელთანაც მე, რა თქმა უნდა, უკომპრომისო ვიქნები. იმისათვის, რომ ჩვენ, ესე ვთქვათ, დავიწყოთ მოქმედება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, ეს ავტომატურად ჩვენ ვართ ისეთივე სახელმწიფო ორგანიზაცია, ზუსტად იგივე კანონებით, იგივე დებულებით, წესდებით და მთელი რიგი, ესე ვთქვათ, ვალდებულებებით, როგორიც არის ოპერის თეატრი, რუსთაველის თეატრი, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, ჯანსუღ კახიძის სახელობის, მარჯანიშვილის თეატრი, აი ეს მუსკომედიის თეატრი. ჩვენ ვართ ესეთი და როგორც მათ თავიანთი შენობა აქვთ მიმაგრებული უბადო უზუფრუქტის წესით, ჩვენ ორკესტრსაც ესე აქვს ახლა აღმაშენებელზე მიმაგრებული მიწა და დასანგრევი შენობა, რომელიც სამხარაულის დასკვნით დასანგრევია. ჩვენ თუ ეს უნდა ჩავაბაროთ, ანუ ვემშვიდობებით ჩვენ პერსპექტივას ჩვენი დარბაზის აშენების. უნებრივია ჩვენ აბსოლუტურად მკვიდრად უნდა ვიყოთ იგივე მელიქიშვილის, ის თქვა ჩვენ ქონება უნდა გავცვალოთ. ამაზე სახელმწიფოსთან ქონდა მოლაპარაკება, რომ ის შესაძლებელია საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდეს ის მიწა და სწორედ ის თანხები გახდეს ფილარმონიის გარემონტებისთვის აუცილებელი, იმიტომ რომ ბუნებრივია ჩვენეული ხედვის ფილარმონიაში არც სატრენაჟერო დარბაზი მოიაზრება, არც საუნა მოიაზრება, არც სტრიპტიზ კლუბი მოიაზრება, არც რომელიმე საამშენებლო კომპანიის შოურუმი ცენტრალურ ფოიეში და არც საბროკერო კომპანიის ოფისი. ჩვენ ფილარმონია გვინდა, როგორც ფილარმონია უნდა იყოს და თავმოყარე მეზობელ ქვეყნებშიც მსგავს ვერ წარმოიდგენენ, არათუ ევროპასა და ამერიკაში. პრივატიზაციიდან შემოსულ თანხას დაემატება ეს 9 მილიონი თუ არა? არა, ჩვენ სახელმწიფოს ვეუბნებით, რომ ჩვენ მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება არის ის, რომ ბიუჯეტს არ მოუწიოს არც ერთი თეთრის დამატებით დახარჯვა და გამოძებნა იმისათვის, რომ ჩვენი ეს გლობალური პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრა. დღეს უკვე ჩვენი ქონება შეფასებულია დაახლოებით 18 მილიონ ლარად, ეს საწყისი ფასია და ფაქტიურად ჩვენ ფილარმონიაში თუ გადავედით და დავაბრუნეთ ჩვენი არსებული მიწა აღმაშენებელზე, ჩვენ ამაში ამ თანხას, ესე ვთქვათ, სახელმწიფო გვპირდება, რომ მივიღებთ და შესაბამისად ამ თანხით ჩვენ, რა თქმა უნდა, შევატყობინებთ იმ კომპანიებს, რომლებიც იქ მუშაობენ, შევისწავლეთ, ესე ვთქვათ, ვადებს თუ ვინ რამდენი ხანია, არაპროფილური, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია და ამაზე დარწმუნებული ვარ, ყველა თანხდებით და გარდა ამისა, იქ შესაძენი არის რიგი აპარატურის, იქ გასაკეთებელია მულტიფუნქციური სცენა. დღეს სამწუხაროდ ადრე 90-იან წლებში მოხდა განადგურება იმ აკუსტიკის. სცენა სიმფონიური აკუსტიკისთვის ადაპტირებული იყო იმ თავითვე და მე ეს კიდეც მახსოვს და გამოვსულ ვარ სულ პატარა ფილარმონიაში, როცა ეს აკუსტიკურად ხდებოდა ესე კლასიკური. ეს ყველაფერი აღდგეს, ამის აღდგენასაც სჭირდება გარკვეული მილიონი
მილიონები, ის ხე რატომ არის გაკრული სწორედ ჟღერადობისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ აბსოლუტურად სხვა სისტემას მოვიაზრებთ ფილარმონიაში, იგივე სახელმწიფო კოლექტივებთან ურთიერთობის მხრივ გულისხმობს უხიშვილებს, ერისიონს, ფოლკლორულ ანსამბლებს, საერთოდ სხვა სისტემის საერთოდ დარბაზმა მთელ მსოფლიოში როგორც არის, უნდა თვითონ აწარმოოს კალენდარი და მხოლოდ კალენდარში დარჩენილი პატარა ლაქების დროს იყოს საშუალება გახირავების. საქმე მიჩნდება თქვენ, აი როდესაც კითხეთ კომპრომისულ ვარიანტზე და რატომ კითხეთ ამაზე, იმიტომ რომ თავად ამბობდით რომ რაღაც თანამშრომლობის ფორმაზე ვფიქრობდით თუ ამ ჯგუფთან, ხომ? აი ახლა თუ კი რაღაც ასეთი კომპრომისული ვარიანტისკენ წავიდა საქმე, რა სახის თანამშრომლობის ფორმაზე ფიქრობთ? აი რა სახის კომპრომისზე მაგალითად თქვენ პირადად? მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი თანამშრომლობა სახელმწიფო ორგანიზაციისა და კერძო ორგანიზაციის შორის ამის კომპეტენცია თანამშრომლობის ესე ვთქვათ შემოფარგლა და განსაზღვრა მაინც ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროების პრეროგატივაა. მე ხა შეიძლება აბსოლუტურად ჩემ კომპეტენციას გავცდე და რამით არასწორი ნაბიჯი გადავდგა. მე მიმაჩნია რომ პირველ რიგში სახელმწიფომ ძალიან უმოკლეს ვადაში უნდა გაარკვიოს ურთიერთობა საბოლოოდ რას აპირებს ის international event-თან, ანუ იმ ადამიანებთან, ვინც იქ არის. ეს სახელმწიფოსთვის არ არის იოლი საქმე, ვინაიდან ამ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი მინისტრის მოადგილეა და ეს მის საპასუხო კომენტარში ძალიან მკაფიოდ ისე ვთქვათ ჩვენ გოგონა რომ ფილარმონიის დირექტორის პასუხი უფრო მივიღეთ ვიდრე წარმომადგენელი და არა როგორც მინისტრის მოადგილე. ეს ინტერესთა კონფლიქტის ესე ვთქვათ კლასიკაა და სამწუხაროდ მე არ მინდა ეგეთ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ვამბობ მოღვაწეობა, სადაც მსგავს ფაქტებს ხელოვნების სფეროც კი შეეჯახება. მაგრამ ასე ვთქვათ, სახელმწიფო ორგანიზაცია, როდესაც შევა ფილარმონიის მართვაში და ავტომატურად სახელმწიფოვე გადმოიბარებს და კულტურის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო გახდება ჩვენთან ერთად პატრონი აი ამ სივრცის, ასეთ მართვის პროცესის. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოინახოს იურიდიული ფორმა, რომ გარკვეული პროექტებისთვის ჩვენ გავაფორმოთ ხელშეკრულება იმ ჯგუფთან, რომლებსაც შეიძლება ქონდეს. ისევე როგორც მაგალითად მათზე უკითხო ეროვნული გააკეთებს ჯაზ ფესტივალს საქართველოში და ჯაზ ფესტივალი კვლავ უნდა იყოს სახლი ფილარმონია ჯაზ ფესტივალისთვის. ასე რომ აქ ესე ვთქვათ ურთიერთობის ფორმები აბსოლუტურად შესაძლებელია გამოინახოს. არ იქნება იოლი უკვე ამ კონტექსტიდან გამომდინარე, როდესაც მათ ესეთი მძაფრი პასუხი აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით ჩვენ ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, გამოსავალზე, თუმცა აი ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში რა გეგმა გაქვთ, იმიტომ რომ რეალურად რა პასუხებიც ისმის მეორე მხრიდან, ეს არის გიგანტომანია, რომელიც უკვე ვახსენეთ და თქვენს ასევე ის რომ თავის დროზე როდესაც ჩეკპირდნენ ახალი შენობის აშენებას, პროექტიც კი ვერ წარმოადგენს 3 წლის განმავლობაში, რისთვისაც თანხა იყო 350,000 ხო თუ სწორად მახსოვს გამოყოფილი. ასეთი ნაკლები, მაგრამ საქმე რა შეიცით, ჩვენ ვერ წარმოვადგინეთ ნამდვილად ეს იყო ასე ვთქვათ არასიმართლე, ვინაიდან ჩვენ მათთან ერთად ყველანაირს მათთან ერთად დგამთ და ესე ვთქვათ რამე უკანონობა რო ჩაგვედინა, ჩვენ ნამდვილად არავინ გვაპატიებდა. აქედან გამომდინარე ყველა მთავრობამ იცოდა რომ უბრალოდ არავინ კიდებდა საკონცერტო დარბაზის აშენებისა და აკუსტიკის გაკეთების და შესაბამისად პროექტის მომზადებას აზრიც არ ხდება. გარყინული არის და ელოდება ესე ვთქვათ მოქმედებას და მოქმედების მოლოდინი მთავრობასთან შეთანხმებით ხდება. ჩვენ ამ მიმოწერას რა თქმა უნდა ყოველთვის ვაწარმოებდით, იმიტომ რომ არ შეიძლება სახელმწიფომ ჩემი აზრით დღევანდელმა საქართველომ გაიღოს თუნდაც 1 მილიონი, თუნდაც 100,000 და თუნდაც 10 ლარი იმისთვის რომ რაიმე უსარგებლო გაკეთდეს, როდესაც სასარგებლო გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და ბევრ სფეროშია. მე იცით თქვენ UNICEF-ის ელჩი ვარ, ჩემი პირადი კომპეტენცია არის ბავშვების საკითხების შესწავლა და მე იქ ისეთ მნიშვნელოვან მოსაგვარებელ საკითხებს ჯერ კიდევ ხედავ, რომ ვფიქრობ მე არ ვიქნებოდი მართალი როგორც ხელმძღვანელი სახელმწიფოსთვის, ესე ვთქვათ, თავი დამეხარა და მიმეღო ის თუნდაც 9 მილიონი, რომელიც შემდგომ სიტყვიერად 15-იც გახდა და დავთანხმებულიყავი უსარგებლო შენობის აშენებას ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის. თანამშრომლობის რესურსს ჯერ კიდევ და შესაბამისად არ ფიქრობ სხვადასხვა მინდა ვთქვა, რომ ქართუმ კახეთის მუსიკალური ცენტრის გარემონტებაში 12 მილიონი ევრო დახარჯა მარტო გარემონტებაში, ხოლო 40 მილიონ დოლარზე მეტი ოპერის თეატრის რესტავრაცია დაჯდა. ამიტომ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მილიონები ბუნებრივია ძალიან ბევრი უნდა შედარება მოახდინონ და ნახონ რომ მართლა არ შეიძლება სახელმწიფოს დავახარჯინოთ
მილიონები იმისათვის რომ მართლაც ცუდი დარბაზი ჩვენ ვასრულებთ ჩვენ საუბარს და ერთ სიტყვით საკითხი წყდება ახლა ეკონომიკის სამინისტროში ხო ასეა და თქვენი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან ამდენად ხშირი და მყარია ასე ვთქვათ ეს მაინტერესებს ამ წუთას იმიტომ სადღაც სახელმწიფო უწყებაში ეს წყდება თქვენ გქონდათ შეხება პრემიერ-მინისტრთან ეს გრძელდება ეს ამბავი. იცით რა გრძელდება, ოღონდ გრძელდება უკვე ძალიან აბსოლუტურად კლასიკურ ფორმატში უგულისხმობ იურიდიულ მიმოწერას. ესე ვთქვათ, საჯარო ჩვენი მოქმედებები ძირითადად მაინც არის დაკავშირებული იმასთან, რომ ესეთი ძლავრი მხარდაჭერის შემდეგ მე მინდა რომ საზოგადოება ძალიან მკაფიოდ იყოს ინფორმირებული და არ შევიდნენ შეცდომაში თუნდაც იმ ესე ვთქვათ ოპონენტური აზრების მხრივ, რომელიც შესაძლოა ასევე აი ამ ჩვენ სივრცეში ჟღერს ხოლმე. აქედან გამომდინარე ამ ჩემი მადლიერების პარალელურად სახელმწიფო ზუსტად ვიცი, რომ მუშაობს ამ საკითხის გადაწყვეტაზე, ეხლა საკითხი წყდება შემდეგნაირად. არსებობს ორი გამოსავალი. ერთი, რომ სახელმწიფომ უნდა განიხილოს და დაუბრუნოს პასუხი ამჟამად მოქმედ ხელმძღვანელობას იმასთან დაკავშირებით თუ ძალაში ტოვებს ხელშეკრულების გაწყვეტის მექანიზმს. ეს არის ალბათ არც ისე ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ შეიძლება ეს დღე-დღეზეც დასრულდეს. ამაზე პასუხი, მე არ ვიცი, ბატონი მიშა გიორგაძე ხა იქ პარალელურად რას აკეთებს იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო ვერ წავა სახელმწიფოსვე წინააღმდეგ. ხოლო მეორე ბრძანებაა დასაწერი, რომ უკვე ქონება, რომელიც სახელმწიფომ დაიბრუნა მართვაში, მან უზუფრუქტის წესით, ზუსტად ისევე როგორც სხვა დარბაზები აქვს თავიანთ დასებს, სახელმწიფო ორგანიზაციებს, ასევე გადასცეს სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს. ნახოთ რა მოხდება. უღრმეს მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა ნიკოლოზ რაჭველს. წარმატებებს გისურვებთ. ვასრულებთ დღევანდელ ჩვენს ეთერს. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. ნახვამდის. ინგა გრიგოლია დიანა ტრაპაიძე ვახო სანაია ნინო ჟიჟილაშვილი